რა უნდა იყოს ჩვენი საუბრის თემა? ჯერ მოგესალმებით. მე ვარ დეკანოზი ბასილი. მსახურობ გორში ფერისცვალების ტაძარში. თქვენი სურვილი რა იყო? თუ მასწავლებლის სურვილი იყო? უფრო მეტად. ჩემი სურვილი და ფიქრობ მათი სურვილიც ახლა თუ არა იქნება, დრო დადგება რომ აუცილებლად გაანალიზებენ ამ ყველაფერს. თუ გაქვთ შეხება სასულიერო პირთან, მოძღვარი თუ გყავთ, თუ ახსარებას თუ ამბობთ, ეზიარებით. აი მაშინ მე გკითხავთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში თუნდაც რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანს რწმენა ჰქონდეს, ან ლოცულობდეს, ან მარხულობდეს? როგორ ფიქრობ? აი ადამიანი, რომელიც მორწმუნეა დაუშვათ და ადამიანი, რომელიც არ არის მორწმუნე. რა ძირითადი განსხვავებები შეიძლება იყოს თუნდაც მის საქციელებში, მის დამოკიდებულებებში ადამიანებთან? თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ავიღოთ ერთი ადამიანი, რომელიც არის მორწმუნე, ოღონდ მორწმუნეს ვამბობ აი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ის კი არა მორწმუნე, რომ აი ადამიანი ამბობს, რომ მე მორწმუნე ვარ და ხებს თავს შემოახვევს თავის მოსაზრებებს და შენ ესე გააკეთე, შენ ისე გააკეთე. მორწმუნე ქვია ადამიანს, რომელიც ესე იგი საკუთარ თავს თხოვს, იცხოვროს ქრისტეს მცნებებით. გესმით? აი იმიტომ რომ სწამს რომ ეს არის ნამდვილი. და აი ესეთი ადამიანი როგორ დაახასიათებდით? აი დავუშვათ კლასში გყავთ ასეთი ადამიანი. თქვენთვის აი როგორი შეიძლება იყოს ეს ადამიანი? და ჯობია თუ არა ასეთი იყო, იქნებ სულაც არ ჯობია და ეს თავს თვილად იტანჯავს. თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ არ გიფიქრიათ ამას? ხო ლაპარაკობენ ეს ბავშვები. ისე კარგად საუკეთესოდ. ზოგიერთი მჭერმეტყველიც კი არის. ალბათ არ ჩანს. რომელია მჭერმეტყველი? მჭერმეტყველება კარგია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გულწრფელობა ჯობია მჭერმეტყველებას. არა, იცით რატო ვამბობ? თუ ეს იყო მხოლოდ მასწავლებლის სურვილი, რომ ჩვენ შევხვედრიყავით ერთმანეთს, შეიძლება შედეგი გამოიღოს, მაგრამ იმდენი არა, რომ შეიძლება ჩვენც გვაქვს სურვილი რაღაცა ურთიერთობისა, საუბრისა. აი რას გვეტყვი, შენ ხო ამბობ, რომ მორწმუნე ადამიანი ვარ. აი შენი აზრით როგორი არის მორწმუნე ადამიანი? მორწმუნე ადამიანს აქვს იმედი, რომ ეს კამები იქით. ცხოვრება იცხოვს წმენით. აქვს უფლის იმედი, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. აი მოდი დავახასიათოთ, კი ბატონო, თქვენი დახასიათება ასეთია, რომ მორწმუნეა ეს არის. აი მოდი ჩვენი აზრით ვთქვათ, როგორ ადამიანს ეწოდება მორწმუნე. აბა თქვენ შეგიძლიათ გითხრათ, თუ თქვენ არ ახართ ის მჭერმეტყველი. როგორი ადამიანი? ადამიანს, რომელიც ატევისებას არაფერს საკუთარი თავის არამედ სხვისთვისაც იმეძებს და სხვა ადამიანსაც მოუწოდებს, რომ იყოს მორწმუნე. კი ბატონო, თქვენ რომ ლოცულობს. კიდევ როგორი შეიძლება იყოს? როგორ დაახასიათებდით? როგორი არის ან როგორი უნდა იყოს? აბა დიდი კავშირი აქვს. ესეთი არის მორწმუნე ადამიანი. და აი ეგ ყველაფერი რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ დაუშვათ. რაში ჭირდება მორწმუნე ადამიანს? ან რომ ლოცულობდეს, ან რომ მარხულობდეს, ან ტაძარში დადიოდეს,
აი თუ გამოგიცდიათ თქვენ თავზე ის რომ დავუშვათ გილოციათ და ან ლოცვამდე როგორ ხართ, ლოცვის შემდეგ როგორ ხართ, ან მარხვა. აი კი ჩვენ ვაკეთებთ დავუშვათ, მე იცი რატო ამბობ, შეიძლება ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდეთ, მაგრამ არ ვიცოდეთ ამ ყველაფრის შინაარსი რატო ვაკეთებთ. და სხვა რო შემოგხედავს ჩვენ, შეიძლება იფიქროს რომ რისთვის აკეთებს საერთოდ. რა უნდა იყოს საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის მიზანი. ან მხოლოდ მიზანი კი არა. იმ ყოველდღიურ ცხოვრებაში არის ბედნიერი იმ ყველაფრით, რასაც აკეთებს. ხო გაუჩნდება ადამიანს შეკითხვა. და რატო რისთვის უნდა აკეთებდეს? რას მისცემს ადამიანს ის რომ რწმენით იცხოვროს? აი მოდი ესე ვთქვათ, აი ხო თქვა გოგონამ რომ მორწმუნე არის ის ადამიანი, ვინც სხვების პატივისცემაზე ფიქრობს. მოდი ესე ვთქვათ, მორწმუნე არის ადამიანი, ვისაც სწამს ღმერთი და არა მარტო ის რომ ღმერთი არსებობს, არამედ სწამს რომ თუ ღვთისმცნებებით იცხოვრებს, ეს არის ცხოვრების ისეთი წესი, რომ ამაზე უკეთესი უბრალოდ არ არსებობს. რაც ქრისტემ ცნება დაგვიდა. აი მოდი, სულაც რომ ყველა ცნება შევაჯამოთ ერთ წინადადებაში, რასაც უფალი ამბობს, რომ მოეკეცი სხვა ადამიანს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგეკცნე. აი შევხედოთ, უფალი ასე ამბობს, შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავისთვის. ჯერ ამბობს, რომ პირველი მცნება არის, რომ ღმერთი გიყვარდეს, ჩემი ხმა ბოლოში ისმის თუ არა. პირველი მცნება არის, რომ ღმერთი გიყვარდეს და მეორე მცნება არის ამის მსგავსი, რომ შეიყვარო შენი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ახლა ჩვენ უბრალოდ წარმოვიდგინოთ, აი თქვენ კლასში ხართ, მაქსიმუმ 29, ხო ამაზე მეტი ხო არ შეიძლება, თქვათ 25 ბავშვი. აი 25-ვე რო ასე იქცეოდეს. წარმოიდგინეთ უბრალოდ, ჩვენ ვიცით რომ 25-ვე ასე არ იქცევა. შეიძლება კლასიდან 25 კი არა, 5-ით შეიძლება არ იქცევა ასე, მაგრამ აი ყველაფერში ფიქრობდეს რომ როგორც მე გამეხარდება, ესე მოვექცე ჩემს თანაკლასელს. თქვენ წარმოიდგინეთ, აი როგორი ბედნიერება იქნება ასეთ კლასში ყოფნა. ახლა შეხედეთ, სკოლაში ამდენი კლასები ხოა და ყველა კლასი ცდილობდეს რომ სხვა კლასებს ისე მოექცეს, როგორც მათ უნდათ რომ ექცეოდნენ. ყველა მასწავლებელი ისე ცდილობდეს რომ სხვა კლასის დამრიგებელს ისე მოექცეს, მის სადამრიგებლო კლასს ისე მოექცეს, როგორც მას უნდა რომ მოექცნენ. და აღმოაჩენთ საბოლოო ჯამში, რომ ეს 191 სკოლა კი არ არის, ეს არის 64. ესმით, ეგ არის 64. ეგ არის სასუფეველი, სადაც ერთი ადამიანი მეორეზე ფიქრობს. ასეთ სკოლაში შემოსვლა უკვე ბედნიერება იქნება და არც ერთი ბავშვი არ იქნება ისეთი, რომ ეზარებოდეს სკოლაში წამოსვლა. იმიტომ რომ აქ ხდება ისეთი გარემო, სადაც უყვართ, სადაც არავინ არ დასცინებს, სადაც გაჭირების დროს ყველა დაეხმარება. ოღონდ იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ შენ უნდა მოექცე ისე, როგორც გინდა რომ მოგექცენ. თუ ყველა ჩვენ ესე ვფიქრობთ და ესე ვცდილობთ, რამდენად გამოგდის, ეგ სხვა საკითხი. შეიძლება არ გამოგივიდეს და ამაშიც გასაკვირი არაფერი არ არის. აი დაუშვათ მე მინდა რომ სახელი თქვენ რა ქვიათ? სანდროს ისე მოვექცე, როგორც მე მინდა რომ მომექცნენ. ხო? ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა. აი სანდრომ რაღაცა დააშავა. მე რო რამეს ვაშავებ, ხო არ მინდა რომ ვიღაცა მოხეშად მითხრას. ხო მინდა რომ ვიღაცა აი რაღაც თავაზიანად თუ რბილად მიმტევებელი იყოს ჩემს მიმართ. დავუშვათ სანდრომ დააშავა, მე და სანდრო თანაკლასელები ვართ და მე წინასწარ ფიქრობდი რომ თუ ვინმე რამეს დამიშავებს, ასე თბილად მოვექცე. სანდრომ დამიშავა რაღაც, მაგრამ მე უცბად გავღიზიანდი და უხეშად უთხარ. არა და ხო მინდოდა რომ არ მეთქვა უხეშად, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. მე ვეცადე რომ არ მეთქვა უხეშად, მაგრამ არ გამომივიდა. მაგრამ როდესაც დამშვიდდები, რა უნდა გავაკეთო? უნდა მივიდე და სანდროს და უთხრა, სანდრო, მე არ მინდოდა რომ ესე უხეშად მოქცეულიყავ, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოვახერხე და ახლა შენდობას გთხოვ. გესმით? და ის ურთიერთობა ისევ ლამაზად მიდის.
მაგრამ მე თუ ამას არ გავაკეთებ, თუ არ ვეცდები რომ მშვიდად უთხრა და რომ არ ვეტყვი მშვიდად, მე თუ შენდობასაც არ ვთხოვ, მაშინ ჩვენ შორის ძალიან დაიძაბება. შეიძლება ყოველდღე არ ვიჩხუბოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები არ ვიქნებით. და ეხლა წარმოიდგინეთ 25 ბავშვი, რომელიც ერთმანეთში არაკეთილგანწყობილია და მოვდივართ, ვსხდებით მერხებთან და ვიცით, რომ აი ყველა მხრიდან შეიძლება შემოტევა იყოს. შემოტევაში რას გულისხმობ? ცუდად იფიქროს ვიღაცამ ჩვენზე. ცუდი რამე გადაულაპარაკოს ვიღაცას ჩემზე. ან სიტყვაზე დაფასთან რომ გავდივარ რაღაცას წარმოთქვა, მეშინია ვინმემ არ გაიცინოს ამაზე დაუშვათ. თუ დახმარება დამჭირდება, არავის იმედი არ მაქვს. და ეს გამოდის, რომ ეს არის ჯოჯოხეთი უკვე. გესმით? ესეთ კლასში შემოსვლა არავის არ მოუნდება. თუ მაზოხისტი არ არის, რა თქმა უნდა. თუ ესეთია, მაშინ მოუნდება, რომ საკუთარი თავის დასატანჯავად შემოვიდეს, მაგრამ აი ესე რომ დაფიქრდეს და ასეთ კლასში სწავლა უნდადეს არ გამოვა. ან ასეთ სკოლაში რომ ყველა ერთმანეთის მიმართ ესეა განწყობილი ცუდად. მაგრამ მეორე მხარე კიდე რა არის, იცით? ამას ვერავინ ვერ მოვა ჩვენ სკოლაში და ვერ იტყვის, რომ აი ახლა ასეთი სკოლა უნდა გქონდეს. ეს თითოეულ თქვენთაგანზეა დამოკიდებული. იმ კლასში ყველა თუ ეცდება, რომ ქრისტეს მცნებებით იცხოვროს, მაშინ ყველა იქნება ბედნიერი. ყველა იქნება იმედიანად. ყველა იქნება მოსვენებული, გული დამშვიდებული ექნება. გულს ცოდვა კი არა აფორიაქებს, ცოდვის მოუნანიებლობა აფორიაქებს. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ამა თუ იმ ცოდვას ჩავდივართ, ჩვენ ესე იგი სინდისი გვამხელს და ჩვენი გული ვერ ისვენებს. აი დაუშვათ თქვენ ახლა აქ 50 ახალგაზრდა ხართ, ხო? შეიძლება 50-ვე მიცოდეს, რომ ეს სწორად გავაკეთე. მაგრამ ჩემი სინდისი მეუბნება, რომ შენ არ გააკეთე სწორად. აი მაგალითად თქვენ რა ქვიათ სახელი? არა, კი. დანიელი. აი დაუშვათ ესე გავაკეთოთ. დაუშვათ მე რაღაცა გავიფიქრე, ცუდი რაღაც ვიფიქრე დანიელზე. აი დავინახე რომ დაუშვათ დანიელი ვიღაცას ეჩხუბება. რაღაცა ისეთი უხეში სიტყვა უთხრა. ეხლა მე თუ ვიფიქრებ გულში რომ როგორი უსიყვარულო ადამიანია ეს დანიელი, აი როგორ მრისხანეთ ელაპარაკებას ხვებს. აი მე გულში ამას ფიქრობ დანიელს. არა და შეიძლება დანიელი ძალიან მოსიყვარულე არის. მაგრამ იმ მომენტში დავინახე, როცა სხვას ეჩხუბებოდა. მე კი ჩემი წარმოდგენა შევიქმენი დანიელს, მაგრამ ეს ჩემი წარმოდგენა დანიელის მიმართ არსად არ ჩანს. თქვენ ამას ხო ვერ ხედავთ. ეს ჩემს გულში ხდება. ან დაუშვათ აი ამ ჩვენმა მეგობარმა რაღაცა შეიძინა ისეთი. მე გულში შური გამიჩნდა. ან რაღაცა წარმატებას მიაღწია. კარგად იმღერა თუ კარგად იცეკვა თუ კარგი გოლი გაიტანა სიტყვაზე თუ კარგი ნახატი წარმოადგინა და მე ეს შემშურდა. თქვენ არავინ არ იცით რომ მე ეს შემშურდა, მაგრამ მე ჩემს გულში უკვე ცუდად ვარ ამის გამო. ნახეთ აი კაინი და აბელი ხო გაგონიათ ადამის და ევას შვილები. აი კაინსა და აბელს შორის ეს მოხდა. აბელმა შესწირა ღმერთს ისე როგორც ღვთისთვის მოსაწონი იყო, კაინს ეს შეშურდა. და კაინმა მოკლა თავისი ძმა აბელი. ანუ შურის გამო ნახე რამხელა ბოროტება მოხდა. და როდესაც ადამიანი გძნობს საკუთარ თავში აი ამ შურს, ვერ გათავისუფლდება ვერაფრით გარდა სინანულისა. და ამიტომაც აი ჩვენ თუ დავაკვირდებით, თითოეული ის ცოდვა, რაც ჩვენ გვჭირს, არავის არ აზიანებს ისე ძალიან, როგორც მე მაზიანებს. და მორწმუნე ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ღვთისმცნებებით იცხოვროს, აღმოაჩენს, რომ არ არის ადვილი ღვთისმცნებით ცხოვრება. და აი ჩვენ რო წაღან ვამბობდით, რომ უნდა ილოცოს, რომ უნდა იმარხულოს, ის ლოცვაც, ის მარხვაც, ის ახსარება, ზიარება ჩვენ გვეხმარება, რომ ჩვენი სული განიწმინდოს.
ნელა განიწმინდოს და გარეგნულად როგორი ლამაზიც არ უნდა ვიყოთ. მიუხედავად ყველაფრისა, როგორი სამკაულები არ უნდა გქონდეს, გარეგნულად როგორი ლამაზი ნაკვთებიც არ უნდა გქონდეს და ყველას მოწონდეთ. მაინც შეიძლება ძალიან უბედური ვიყოთ შინაგანად. და მე რა როსხებს მოწონვართ. ეს ჩვენ არ გვაბედნიერებს. ეს წამიერია. მაგრამ არა და იმ წამიერის გამო ადამიანი რამდენ დროს კარგავს, რამდენ შრომობს, არა რამდენი ხანი გოგონები მით უმეტეს სარკის წინ დგანან და ბრანჭებიან. განა ამაში რამე ცუდია, უნდა მოწესრიგებული იყო, მაგრამ გარეგნული მოწესრიგებულობა შინაგანად რაღაცა მომენტში თუ თავდაჯერებულობას განიჭებს, საბოლოო ჯამში ბედნიერს ვერ გხდის. აი მაგალითად ერთი ესეთი ამბავი არსებობს, მე ბავშვებს ვუყვები ხოლმე. ერთი მოხუცი კაცი იყო, რომელიც თავის ქოხთან გარეთ რაღაცას ეძებს. და ითქანაირი ახალგაზრდები გაივლიანი და ეტყვიან, პაპი, რას აკეთებო და რაღაცა მონეტა დამივარდაო და ვეძებო იმასო და ეხლა შეებრალათ ამ ახალგაზრდებს და იფიქრეს, რომ მოდი მივალთ და მივეხმაროთ, მოდი ცოტა ხანი ჩვენც ვეძებოთ მასთან ერთად და დაახლოებით 1.5 საათი ეძებდნენ ეს ბავშვები და ბოლოს ეკითხებიან, პაპი, გაიხსენეო, აბა, იქნება აქ არ დაგივარდაო, იქნებ სხვაგან დაგივარდა სადმეო და კიო შვილო ეუბნება, შიგნით დამივარდა ოთახშიო და ეუბნებიან, რომ რაღაცა გვაძებნინე მაშინ გარეთ, თუ შიგნით დაგივარდაო ეს და ამ პაპამ უთხრა, რომ განა თქვენ ეგრე არ ახავთ თო შვილებო, თქვენც ხო შიგნით გაქვთ ის რაც დაკარგული გაქვთ და იმ გარეგნულში რატო ეძებთო იმ ბედნიერებას? ესმით, არ არის იმ გარეგნულში. ბედნიერება იქ არის, სადაც ადამიანს სინდისი დამშვიდებული აქვს. აი დაუშვათ რაღაც მოიპარა, ვერავინ ვერ დაგინახა. მაგრამ იმ სინდისმა იცის არ მოგასვენებს. არ მოგასვენებს. და რომ შეძლოდა ის სინდისის ხმა გადაფარო 1000 გვარი ხმაურიანი გართობით თუ თავის შესაქცევი ამბებით, საბოლოო ჯამში ძილის წინ ის მაინც არ გასვენებს. მაინც გეუბნება, რომ შენ იქ არასწორად წარმოთქვი ეს სიტყვა. არასწორად ქონდა ურთიერთობა ვიღაცასთან, ტყუილად დააბრალე ვიღაცას, იქ სადღაც რაღაც დაგეზარა, იქ დაგენანა. კი, სხვებმა არ იცოდნენ, რომ შეგეძლო ეს გაეკეთებინა. მაგრამ შენ იქ დაგენანა, შენ იქ ტყუილი თქვი. ესმით, და ეს ყველაფერი არ გათავისუფლდება ადამიანის გული აღსარების და სინანულის გარეშე. როდესაც ადამიანი აღსარებას იტყვის, მისი გული შვებას გძნობს. იმიტომაც არის აღსარება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აღსარებას როდესაც ამბობს ადამიანი, ამით ამბობს, რომ მე ეშმაკს ვერ მიჯნები, მე არ მინდა. ეს ვიცი, რომ ეშმაკისგან არის ეს ცოდვა, ეს ღვთისგან არ არის. მეც დაცემული ბუნება მაქვს, მიდრეკილი ვარ ცოდვისკენ, ცოდვა უფრო გვიადვილება ვიდრე სიკეთე. მაგრამ ცოდვა უფრო მეტად აზიანებს ადამიანს და უფრო მეტად თრგუნავს და ბედნიერებას აკარგვინებს. ისე რომ მორწმუნე ადამიანი თვითონაც კარგად არის. მიუხედავად იმისა, რომ სხვებმა შეიძლება იფიქრო, რომ ეს ეხლა რევს აკეთებს, რატო არ ჭამს, რატო დგას ხატებთან, რატო ლოცულობს, არ შეიძლება, რომ სხვა რამე აკეთოს ამ დროს. ზოგი ფიქრობს, რომ აი წირვაზე რომ წახვალ 2 და 3 საათი, რატო კარგავს ეხლა ეს ადამიანი ამ დროს? აი მე მაგალითად ასე ვიყავი, როდესაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, მე-9 კლასში ვიყავი სხვათა შორის, ახლა თქვენ ხო ზოგი მე-9 კლასში ხართ. მე-9 კლასში ვიყავი, პირველად ვეზიარე მე-11 კლასში რო ვიყავ. მე-9 კლასიდან დავდიოდი ხოლმე ტაძარში. მაგრამ მოძღვართან არ მივდიოდი ხოლმე. უბრალოდ დავდიოდი წირვალოცას ვესწრებოდი და წირვალოცის დროს მე თავიდან არასწორად მეგონა ხოლმე. წირვალოცის დროს აი ესე ხო ვიდექი და ძალიან სიამოვნებდა რომ გალობდნენ ხოლმე გალობლები. ძალიან მიყვარდა, როდესაც მღვდელი ქადაგებდა. აი წირვა რო დამთავრდებოდა, მღვდელი რო ქადაგებდა, მაგას ველოდებოდი ხოლმე აი მთელი დიდი მონდომებით რომ მღვდელი რო, იმიტომ რომ დანარჩენი ლოცვები იმდენად არ მესმოდა, ხო ძველ ქართულად იკითხება ტაძარში და არ მესმოდა, მაგრამ აი მღვდელი ხო ჩვეულებრივად ლაპარაკობდა, ხა როგორც მე თქვენ გელაპარაკებით, როგორც თქვენ საუბრობთ. და ძალიან მიყვარდა ხოლმე, მაგრამ მთელი მსახურების დროს
ხან რაზე ვფიქრობდი ხოლმე და ხან რაზე და მეგონა რომ ალბათ წირო ამისთვის არის მეთქი რომ რაღაცებზე უნდა იფიქრო. ანუ დრო გაქვს, ეხლა გაკვეთილზე რო ზიხარ მასწავლებელი გელაპარაკება თუ რაღაცას აკეთებ, იქ ხო თითქოს ფიქრის დრო იმდენი არ არის, ჩართული ხარ საქმეში და ეხლა წირვაზე რო დგახარ ის 2 საათი რა უნდა აკეთო, ვფიქრობდი, ალბათ რაღაცებზე უნდა ვიფიქრო მეთქი, ცხოვრებისეო რაღაცებზე ვფიქრობდი. მე მივხვდი რომ ეგ არასწორია. კი არ უნდა იფიქრო. არამედ ყველა საზრუნავი და საფიქრალი უნდა დატოვო და ღვთისმსახურებას უსმინო. ეგ არის ყველაზე მთავარი, მაგრამ მე ეს არ ვიცოდ. ამიტომ ესე ვაკეთებდი და რატო დავიწყე საუბარი იცით? ვინმე თუ ფიქრობს რომ ის 2-3 საათი დაკარგულია, მე ვფიქრობდი რომ წირვალოცის გარეშე უბრალოდ აღარ შემეძლო რომ ყოფილიყავ. არ შემეძლო რომ აი ახსარება არ მეთქვა, არ შემეძლო რომ არ მელოცა თუ სახარება არ წამეკითხა და რატო ვაკეთებდი იცით ამას? როდესაც მე სახარებას ვკითხულობდი, რაღაცნაირი დიდი სითბო და სიტკბო შემოდიოდა ჩემში. და ეს კიდევ ერთხელ აი ღმერთი გაჩვენებს იმ სიტკბოს და სიხარულს, თავიდან გაჩვენებს, რომ აი მე ამითიც ნელ-ნელა კიდევ უფრო გაგიადვილდეს. თავიდან ასე ხელში აყვანილი დაყავ ღმერთს, პატარა ბავშვი რო იბადება ხო ხელში აყვანილი დაყავთ. მერე ცოტა რომ მოიზრდება, ძირსაც დასავე რომ თვითონ გადადგას 1-2 ნაბიჯი. მერე იქ ხან წაიქცევა, მაგრამ მერე ისწავლის თვითონ გადადგას ნაბიჯები. და მორწმუნის ცხოვრებაც ესეა, პირველად რომ ტაძარში მიდის, იქ ყველაფერი ახარებს, ყველაფერი უნდა რომ ბევრი აკეთოს, სულ ტაძარში იყოს. უფრო მკაცრად იმარხულოს ვიდრე სხვა აკეთებს ამას. მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ანუ ღმერთს თავიდან აი ამ სიტკბოთი მოყავხარ. მაგრამ მერე რომ გაივლის ეს სიტკბოს პერიოდი, ანუ ის ბავშვი უკვე ძირს უნდა დასვან, ცოტა რომ წამოიზარდა და თვითონ გადადგას ნაბიჯები, ხან წაიქცევა. მაგრამ იმიტომ რომ ესე იგი ეს იქცევა, ადამიანი ხო არ წყვეტს მცდელობას რომ სიარული ისწავლოს. ახლა გინახიათ ბავშვი რომ კი ხან ხო არის რომ ცოტა შეშინდება ბავშვი და მე აღარ ცდილობს გადადგას. მაგრამ საბოლოო ჯამში მშობლის მიზანიც ეს ხოა რომ ამ ბავშვმა სიარული ისწავლოს. მორწმუნემაც ასე. სულიერ ცხოვრებაში სიარული უნდა ისწავლოს და თავისით გადადგას ნაბიჯები და ეგ უფრო ტკბილია მე. ვიდრე ის ვიღაცას ხელში რომ უჭერი ხარ და ასე რომ დაგატარებს. ისედაც რო დაფიქრდეს ადამიანი, ჩვენი ღირსება ის არის, როდესაც ჩვენ მაინც ვაკეთებთ იმას, რაც არ გვსიამოვნებს. ზოგჯერ შეიძლება არ გვსიამოვნებს, რაღაცა სულიერი საკითხია და ისე უნდა აკეთო. შენს თავს უნდა დააძალო. მაგრამ თქვენ როგორ ადამიანს უფრო დააფასებდით დაუშვათ, თქვენს გვერდით რომ არის იმიტომ რომ მასაც სიამოვნებს და იმიტომ გეხმარება რაღაცაში, თუ შეიძლება ის სამუშაო რაშიც გეხმარება არ სიამოვნებს, მაგრამ შენ რომ უყვარხარ, ამიტომ იჭირებს და გეხმარება. როდის უფრო დააფასებდით? მეორე შემთხვევაში, როცა არ სიამოვნებს, მაგრამ საკუთარ თავს აძალებს და მაინც აკეთებს იმას შენ რომ გინდა. ზოგჯერ ჩვენ შეიძლება ისეთი რამის გაკეთება მოგვიწიოს, რაც ჩვენ არ გვინდა რომ გავაკეთოთ. მაგრამ ვიცოდეთ რომ ეს ღვთისთვის სათნოა. და ეს ადამიანური ღირსებისთვისაც შესაძფერისია. იმიტომ რომ ადამიანს როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, ერთგვარი პატივმოყვარეობა უნდა ჰქონდეს, აი თავმოყვარეობა უბრალოდ, პატივმოყვარეობა ცუდი სიტყვა. თავმოყვარეობა. და როგორ, აი ნახეთ, ღმერთმა რომ შექმნა ეს სამყარო, სულ ბოლოს შექმნა ადამიანი. როგორც გვირგვინი ამ სამყაროს, როგორც ყველაზე უფრო ძვირფასი. და ძალიან მარტივი მაგალითიც მივხვდებით, რომ ყველაფერი ადამიანისთვის შეიქმნა. ეხლა აი მაგალითად ამ ოთახში არც ერთი ნივთი არ არის იმისთვის, რომ აი ადამიანს არ ჭირდებოდეს. წარმოიდგინეთ, რომ ამ ოთახში არასოდეს არავინ არ უნდა შემოვიდეს. რა აზრი აქვს ამ ყველაფრის არსებობას, რაც აქ არის? ან წიგნების, ან კარადების, მაგიდების, თუ იატაკის, თუ არა ნათურების. თუ არასოდეს არავინ არ უნდა შემოვიდეს, ეს ყველაფერი იქნებოდა? არ იქნებოდა. ეს ადამიანებისთვის გაკეთდა. ეს სამყაროც ესე. თუ აქ ადამიანი არ უნდა მოსულიყო საცხოვრებლად,
მაშინ იმ ყველაფრის არსებობას ის ზღვა იქნება თუ ოკეანე თუ ფრინველი თუ მწერი თუ ნებისმიერი რამე მზე მთვარე თუ ასე შემდეგ უბრალოდ იმის არსებობას აზრი არ ექნებოდა ეს ყველაფერი ადამიანისთვის შეიქმნა ადამიანი არის აქ მთავარი და ახლა ჩვენ თუ წარმოვიდგენთ რომ ჩვენ ვართ აქ მთავარი ჩვენ ვართ გვირგვინი ამ სამყაროსი არა მაშინ ადამიანი საკუთარ თავს ყველაფრის კეთების უფლებას აღარ მისცემს რატო? იმიტომ რომ იფიქრებს მე ადამიანი ვარ. მე ღვთის ხატად და მსგავსად ვარ შექმნილი. ანუ ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა, წარმოიდგინეთ. სხვა არაფერი არ შეუქმნია თავის ხატად და მსგავსად. მხოლოდ ადამიანი. და ადამიანი უნდა დაფიქრდეს რომ დაუშვათ აი მე ვაპირებ რომ რაღაცა ბილწი რაღაც გავაკეთო, ან ბილწის სიტყვა წარმოვთქვა, ან ვიღაცას მოვატყუო, ვიღაცას უღალატო. უნდა დაფიქრდე რომ მე როგორც ადამიანს ეს შემშვენის. აი მაგალითად გოგონები ახლა ხო ცდილობთ რომ რაღაცა ისეთი საყურე გაიკეთოთ, ისეთი სამკაული დაიკიდოთ რომ თქვენ რომ შეგეფერებათ, რომ გამშვენებთ. ახლა ჟანგიანი მავთული რო იყოს დაგრეხილი, მას გაიკეთებ ყურზე ესე და გამოხვალე მითი თავს მოიწონებ, ხო არ გააკეთებ. იმიტომ რომ შენ არ შეგეფერებ. შენი გამახინჯებს. და ის სიტყვა, რომელიც ჩვენი ბაგიდან უნდა ამოვიდეს, უნდა დავფიქრდეთ, ეს სიტყვა შემეფერება. აი ეს საქმე, რასაც მე ვაკეთებ, აი კაცს დაუშვათ შეეფერება, რომ თავის მეგობარს ზურგი აქციოს უღალატოს. შეიძლება ის ჟანგიანი მავთული გაიკეთო და არაფერი არ გავნოს, მაგრამ აი ეს საქციელი, როგორ ამბობს შოთა რუსთაველი, სიცრუე და ორპირობა ავნებს სულსა მერმე ხორცსაო, თუ პირიქით ამბობს. ორივე საზიანებს. და ამაზე რო იფიქრებს კაცი რომ მე ახლა ეს საქციელი როგორც ადამიანს შემეფერება თუ არ შემეფერება. აი თუ მაგაზე იფიქრებს, ბევრი რაღაცისგან ადამიანი თავს შეიკავებს, არ გააკეთებს. ან მაგალითად რაღაცა სიკეთეა გასაკეთებელი, კეთილი საქმეა გასაკეთებელი. ადამიანი თუ იფიქრებს, მე როგორც ადამიანს ხო მაქვს პასუხისგებლობა რომ აი ეს საქმე მე გავაკეთო. აი ქუჩაში გაიარე და წაქცეული დაინახე. ხო იფიქრებ რომ მე თუ ადამიანი ვარ, როგორ შემიძლია რომ ამას გვერდი ისე აუარო რომ ყურადღება არ მივაქციო და ვერაული გვერდს. თუ გძნობ პასუხისგებლობას. მაგრამ სამწუხაროდ იცით რა არის? ჩვენ ძირითადად გვესაუბრებიან ჩვენს უფლებებს. ეს თქვენი ბრალი ნამდვილად არ არის, არც თქვენი დანაშაული არ არის. ეს მოდი ესე რბილად თქვათ, ესე მოხდა. მაგრამ თქვენ გესაუბრებიან მხოლოდ უფლებებს. მაგრამ თქვენ ეს არ დაიჯეროთ. რომ მარტო უფლებებზე გვაქვს საფიქრალი. ჩვენ გვაქვს საფიქრალი ჩვენს პასუხისგებლობაზე, ჩვენს მოვალეობაზე. როგორც ადამიანი, ჩვენ გვაქვს მოვალეობა და პასუხისგებლობა ჩვენი ოჯახის წინაშე, ჩვენი კლასელების წინაშე, ამ სკოლის წინაშე, ჩვენი უბნის წინაშე. აი მაგალითად მე ვფიქრობ ხოლმე რომ დაუშვათ აი შუაღამისას ჩვენი ბავშვები, ჩვენი სამრევლო სკოლის ბავშვები გავოიყვანო და ქუჩები დავალაგო სიტყვაზე. რატო ვაპირებ ამას, იცით რომ დაინახონ შრომა ის მეეზოვე რომ წევს ამ შრომას. და მე რომ შოკოლადს შეჭამ, იმას ქაღალდს ვერ გადააგდებ ესე ადვილად. როდესაც გეცოდნება ჩვენ სანამ რაღაცას გადავაგდებთ ქუჩაში, გვაქვს პასუხისგებლობა იმ მეეზოვის წინაშეც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იმას არ ვიცნობთ. გვაქვს ეს პასუხისგებლობა. მაგალითად, მასწავლებელს უფრო მეტი პასუხისგებლობა აქვს, დირექტორს კიდევ უფრო მეტი. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მასწავლებელი რომელიმე თქვენგან ჯობია, ან დირექტორი რომელიმე მასწავლებელს ჯობია და აჰა ეს კარგი ბიჭია თუ კარგი გოგოა და მივანიჭოთ უფლებები. მაგის გამო კი არა, მას მოვალეობა მეტი აქვს. და რომ არ ქონდეს ის უფლებები, რაც აქვს, იმ მოვალეობას უბრალოდ ვერ შეასრულებს. და გამოდის რომ რაც უფრო დიდი გვაქვს მოვალეობა, უფლება უფრო მეტი გვენიჭება. იმიტომ კი არა ვიღაცას ჯობიოთ, არა უბრალოდ იმიტომ რომ სხვანაირად ვერ შევასრულებთ იმ პასუხისგებლობას და მე ესეთი მაგალითი მომყავს ხოლმე. აი მაგალითად ფეხბურთში 11 კაცი თამაშობს
მაგრამ იმ 11-დან მხოლოდ ერთს აქვს უფლება, რომ ბურთს ხელით შეეხოს. რატო სხვები ჯობია თუ რა, რატო აქვს იმას ეგეთი უფლება, რატო მისცეს? იმიტომ რომ პასუხისგებლობა უფრო მეტი აქვს კარის მშრალად შენახვის საქმეში. ხო მართალია? და მას რომ ეს უფლება, ეხლა წარმოედგინეთ, მას ჩამოართან უფლება, რომ ბურთს ხელით შეეხოს. ჯერ ისე ვერ იღებს ბურთს და ეგ რო ჩამოართვა აიღებს, ვერ აიღებს. გესმით? მას იმიტომ აქვს ეგ უფლება, რომ იმ კონკრეტულ საქმეში პასუხისგებლობა უფრო მეტი აქვს. რა თქმა უნდა, მთელ გუნდს, მაგრამ უშუალოდ იმ კონკრეტულ ადგილზე მას. და ჩვენ თუ დავაკვირდებით, აი თქვენ რომ გაიზრდებით და ამა თუ იმ თანამდებობაზე დაგნიშნავენ. ხო? თანამდებობაზე დანიშნა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა გამოადგეს და ის უფლებები, რასაც მას მიანიჭებენ, მხოლოდ მისია. საუფლო ლოცვა ხო გაგონიათ მამაუჩვენოს სხვაგვარად რო ვთქვათ. მამაუჩვენოში ჩვენ ვამბობთ ასეთ სიტყვებს. მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი. ანუ გვაპატიეთ ჩვენი თანანადები. რა არის თანანადები თქვენი აზრით? თანანადები რა შეიძლება იყოს? დანაშაული? დანაშაულათაც შეიძლება აღიქვამს, მაგრამ სიტყვით თანანადები დანაშაულს არ ნიშნავს. თუმცა ჩვენ ესეც შეგვიძლია შინაარსობრივად ავიღოთ. თანანადები, თანამდები. რა არის იცი? თანანადები არის ვალი. ვალია თან. ჩვენი სულიერი ვალები გვაპატია უფალო, ისევე როგორც ჩვენ ვაპატიებთ სხვას. რატო ვამბობ ამას? თანანადები ძველ ქართულად არის ვალი. თანამდები არის მოვალე. და თანამდებობა რა გამოდის? მოვალეობა. ისე რომ ჩვენ თუ დიდ თანამდებობაზე დაგვნიშნეს, ნიშნავს რომ დიდ მოვალეობაზე დაგვნიშნეს. დიდ პასუხისგებლობაზე დაგვნიშნეს. ეგ აი ტოლობის ნიშანი რო დასწა, ეგ არის თანამდებობა, ტოლია მოვალეობა. ანუ იგივე პასუხისგებლობა. თუ ადამიანი ასე შეხედავს, აი სოფლის მერად უნდა სოფლის გამგებლად, სოფელში ხო გამგებელია, ну ქალაქის მერია, სოფლის გამგებელი. თუ შენ გთავაზობენ, რომ სოფლის გამგებლად დაგნიშნონ, აი ეს მოვალეობა უნდა დაგაკისრონ. თუ შეხედავ როგორც მოვალეობას, ცოტა შეგეშინდება. თუ კეთილგონიერი და პატიოსანი ხარ. ცოტა შეგეშინდება, რომ მე რამდენად შევძლებ აი ამ პასუხისგებლობის აღებას. მაგრამ თუ თავის მოყარე კაცი ხარ და არც პატიოსანი, გაგეხარდება და იფიქრებ, აი ამ თანამდებობა და ამაზე მთელი ჭიდაობები მიდის ხოლმე, არა მე უნდა ვიყო გამგებელი, არა მე უნდა ვიყო, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ მე მინდა რომ სოფელს სარგებელი მოუტანო. ეგრე რომ ფიქრობდეს, იქ ჭიდაობაც არ იქნება. იმის გამო რომ კაცი ფიქრობს, მე კარგად ვიქნები. თქვენ არ ვიცით გეშველება თუ არა, მაგრამ მე კი ვეშველებაო ფიქრობს. და ეგ ქრისტიანის ფიქრები არ არის. და თუ ადამიანი ასე შეხედავს, აღმოაჩენს, რომ ჩვენ პასუხისგებლობები გვაქვს და უფლებები მხოლოდ იმიტომ გვაქვს, რომ ეს შევასრულოთ. ესეთ. იმიტომ რომ მარტო უფლებებზე ფიქრმა, ბევრი ადამიანი, ბევრი ახალგაზრდა დააზიანა და გახადა უპასუხისგებლო. და ადამიანს თუ არ აქვს პასუხისგებლობა, რა, მაშინ ის როგორც ადამიანი შეიძლება ვეღარ ჩაითვალოს. ადამიანი, ვამბობ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რასაც ადამიანი ქვია, რომ ღვთისხატადთან მსგავსად არის შექმნილი. და ადამიანის მთავარი დანიშნულება რა არის, იცი? ემსახუროს სხვას. თუ ადამიანი სხვას არ ემსახურება, ის როგორც ადამიანი ვერ არის შემდგარი. აი წაღან ხო გახსოვთ ამ ოთახის ნივთებზე რო ვთქვით, ყველაფერი იმისთვისა, რომ სხვას ემსახუროს. აი მაგალითად ეს კამები, მაგი და თუ არასოდეს არავის გამოადგება, მაშინ ეს მაგი და როგორც შემდგარიაო, ისე ვერ ვიტყვით, ხო? არ შედგა როგორც მაგი და არ გამოდგა. ბავშვად კამია ისეთი, რომელსაც აი 4 ფეხი უნდა ქონდეს და ერთი არ აქვს. იმაზე არავინ არ დაждდება. იმიტომ რომ ის არავის არ გამოადგება. და ახლა წარმოედგინეთ, აი ეს უბრალო ნივთები. არც ერთი ნივთი არ არის იმისთვის, რომ მხოლოდ თავის თავს გამოადგეს. არც ერთი ნივთი. აი თქვენ უბრალოდ ვერ დაასახელებთ. აი ეს გასაბერი ყვავილი, რომ
გასაბერი ყვავილია, ეგეც კი თავისთვის კი არ არის. რაღაც ესთეტიურ სიამოვნებას განიჭებს. აბა ისე მანდ არავინ არ დაკიდებდა, ხო მართალია. რა თქმა უნდა, ბუნებრივი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ის ბუნებრივი თავისთვის კი არ არის. იმისთვის არის, სხვას მიანიჭოს. კეთილსურნელება მოაფრქვიოს ოთახში, სილამაზის გამო შენამით სიამოვნება მიიღო. და რატო ამბობ? თუ ეს უბრალო ნივთები, ყოფითი ნივთები არ არის თავისი თავისთვის და მათი დანიშნულებაა რომ სხვას ემსახუროს. როგორ ამ სამყაროს გვირგვინი, ყველაზე ძვირფასი ვინც არის ამ სამყაროში, ის თავისი თავისთვის შეიქმნა? არც ის არ შეიქმნა. და აღმოაჩინეთ, რომ ადამიანად ითვლება ის, ვინც ემსახურება სხვას. ეგ არის ადამიანი. იმიტომ რომ ღმერთი ადამიანებისთვის განკაცდა. ადამიანებისთვის ჯვარს ეცა. და ეხლა თუ უფრო ცოტა მაღალ საფეხურზე ავიყვანთ ამ ადამიანობას, არა? და ვიტყვით, რომ ეს არის ქრისტიანი, ეს კიდევ უფრო დიდი პასუხისგებლობა. ეს უფრო დიდი მოწოდება ადამიანის, ვიდრე ადამიანობა. თუმცა ქრისტიანობაც გვასწავლის იმას, როგორ დავრჩეთ ჩვენ ადამიანებად. როგორ დავრჩეთ? რამე ახალს და განსაკუთრებულს რა კუთხით ვამბობ, გვასწავლის, რომ აი რამე უჩვეულოს კი არა. აი შენ როგორიც შექმნა ღმერთმა, როგორიც ჩაიფიქრა ღმერთმა ადამიანი, იმ ადამიანს რო გავდე ბოლომდე, ქრისტიანობა გასწავლის ეგ როგორ შეინარჩუნო. თორე სხვა შემთხვევაში ადამიანი კარგავს ადამიანობას და აღარ გავს უკვე ადამიანს. და აღსარება რა არის? აღსარება არის ყველაფერი იმ ლაქის ჩამორეცხვა, რაც ჩვენ გვიკარგავს ადამიანის სახეს. და ჩვენ ბავშვებს ხშირად ვეუბნებით ხოლმე, წმინდა ბასილი დიდის ერთი ასეთი სიტყვები არსებობს, რომ ადამიანიო ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავს. ოღონ ეს მონეტა, ამ მონეტაზე არის აღბეჭდილი ქრისტე. ეხლა ხო იყო ხოლმე, რომ მაგალითად საქართველოშიც ყოფილა, რომელ დროშიც მოიჭრებოდა ესა თუ ის მონეტა, ვერცხლის მონეტა, ის მეფე იყო გამოსახული, ხო? რომის იმპერიაში რომის იმპერატორი იყო გამოსახული. და ჩვენ ვართ ის მონეტა, რომელზედაც ქრისტეა გამოსახული. მაგრამ ტალახში ჩავარდნილია და არ ჩანს ქრისტე. ჩვენში არ ჩანს ქრისტე. მაგრამ როდესაც ამ მონეტას გაასუფთავებ, მასზე გამოჩნდება ქრისტე. როდესაც ჩვენ აღსარებით და ზიარებით სულს განვიწმენთ, ჩვენში გამოჩნდება ქრისტეს თვისებები. გამოჩნდება თამდაბლობა, გამოჩნდება მოთმინება, მიმტევებლობა, სიყვარული. ისე რომ რომელ ადამიანშიც აი ამ თვისებებს ჩვენ დავინახავთ, ესე იგი ეგ ნიშნავს, რომ მან მეტად თუ ნაკლებად ესე იგი განიწმინდა სული და მასში ქრისტე გამოჩნდა. აი რო წარმოიდგინოთ, რომ ჩვენ ვართ სარკე. სარკე. ტალახიან სარკეში მზე არ აირეკლება ხო მართალია. მაგრამ იმ სარკეს თუ გაასუფთავებ, მზე აირეკლება და იმ სარკეში მილიონი სარკეც რო იყოს, მილიონშივე აირეკლება მზე, ხო მართალია. და ჩვენ ვართ ის სარკეები და ჩვენ თუ განვიწმეთ ჩვენ სულს, ჩვენში ღვთის ნათელი გამოჩნდება. ჩვენ თავისთავად ნათელი კი არა გვაქვს. ყველანაირი სიკეთე ღვთისგან არის. ისევე როგორც ამ სამყაროში, აი ვარსკვლავიც თავისით არ ანათებს, მთვარე თავისით არ ანათებს. მზისგან იღებენ ესენი, ირეკლავენ, ხო მართალია. და თუ ადამიანის დაბინძურებულია სულიერად, მასში ქრისტეს თვისებები არ გამოჩნდება, არ აირეკლება. ადამიანმა უნდა განიწმინდოს თავისი სული და მასში გამოჩნდება უკვე ქრისტე. ბედნიერება ეგეთ ადამიანთან ურთიერთობა მე. მაგრამ მეორე მხრივ ნახეთ, იგივე წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი ასეთ რამეს ამბობს. ადამიანიო გავსო თვალს გავსო. ახლა მე თქვენი აზრი მაინტერესებს, ეს რომ მოვისმინე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა და თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ შეიძლება ეთქვა, სანამ მე ვიტყვი, რატომაც გავსო. თქვენი აზრით, რატომ შეიძლება ადამიანი გავდეს თვალს? უბრალოდ აი მოდი ერთად დავფიქრდეთ. იმიტომ დავფიქრდეთ, რომ პირდაპირ გითხრათ შეიძლება იმდანაც არ დაგამახსოვრდეთ და ცოტა რომ ვიწვალებთ შეიძლება უფრო დაგამახსოვრდეთ. რატომ შეიძლება ადამიანი
თვალისთვის შეედარებინა ამ მღვდელმთავარს. რამე აზრი გიჩნდებათ? ადამიანს შეხედა თვალებში კარგად რას გრძნობს და როგორი ძალიან კარგი მოსაზრება. ძალიან აი რაღაცა შინაგანი მდგომარეობა კარგად ჩანს. მართალია, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი აზრია. თუმცა ის მღვდელმთავარი სხვა რამეს ამბობს, მაგრამ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. სწორია, თვალი ძალიან ბევრ რამეს გატყობინებს, კი. სულის სარკეაო, არა, თვალი. კიდევ რატომ შეიძლება გავდეს ადამიანი თვალს? მოდი ესეც შეკითხვას დავსვათ. რას ხედავს თვალი? მაშინ ესე დავსვამ შეკითხვას, რას ვერ ხედავს თვალი? თავის თავს. აი მაგაზია საუბარი, რაც თქვენ თქვით, რაც ამ გოგონას თვალი ვერ ხედავს საკუთარ თავს. რატო ადარებს ახლა ეს დიდი მღვდელმთავარი ადამიანს თვალს? ჩვენ სხვებს ხედავთ, სხვების ნაკლს ხედავთ. ჩვენსაც ვერა და პატრიარქი ნახეთ როგორ ამბობს ჩვენი უძვირფასესი პატრიარქი, რომ უფრო ადვილია შენი ცოდვა დაინახო სხვაში, ვიდრე საკუთარ თავში. აი დაინახე რომ დავუშვათ ვიღაცა დავღვერილი დაინახე, იმიტომ რომ და ფიქრობ რომ ეტყობა ამას ახლა შეშურდა. რატო იფიქრებ ამას თუ შენ შურიანი არ ხარ? ვიღაც იფიქრებს, ეტყობა ეს ახლა გაბრაზებულია ვიღაცაზე. მრისხანე ესე იფიქრებს. აი მაგალითად ერთი ესეთ ამბავს ამბობყვებიან ხოლმე. შუა ღამეა მოკლედ და სახლის აივანზე 3 ადამიანი დგას. და დაინახეს ერთი მგზავრი მიდის. შუა ღამეა, თქვათ პირობითად 2 საათია, 3 საათი. ერთი ამბობს რომ ესო ეტყობაო მოსაპარად მიდის, რადგან ღამეა. მეორე ამბობს რომ რაღაცა უწმიდური საქმისთვის მიდის. მესამე ამბობს შეიძლება ვიღაცა გაჭირებული ეგულება და ამ შუაღამისას ადგა გაიჭირვა და იმის დასახმარებლად მიდის. არა და ის მგზავრი მხოლოდ ერთი საქმისთვის მიდიოდა. და რაშია საქმე? ვინც როგორი იყო, ის იფიქრა სხვაზე. გესმით? ამას ვერ წარმოედგინა, რომ ვიღაცა შეიძლება დასახმარებლად წასულიყო. ამას წარმოედგინა, ალბათ ეხლა უნდა მოიპაროს. ანუ თვითონ თუ წავიდოდა ეგრე შუაღამისას, ალბათ მაგისთვის. მეორე იმისთვის, მესამე დასახმარებლად. და ეგეთია ადამიანი ეგრე. მაგალითად აი ერთი ესეთი არ ვიცი ნამდვილი ამბავია, იგავია, მაგრამ გასააზრებლად კარგია. ერთი ახალ დაოჯახებული წყვილი გადავიდა საცხოვრებლად ბინაში და კაცი ზის რაღაცა გაზეთს კითხულობს და ეს ქალი ამბობს რომ აიო კორპუსები პირდაპირ დგანა ერთმანეთსა და აიო ჩვენმა მეზობელმა სარეცხის დარეცხვა არ იცისო ნახეო როგორი ლაქები აქვს ამის თეთრეულსა. მე უნდა მივიდეო და ვასწავლო ფიქრობს. გავიდა დღეები და კიდე იგივე სიტუაცია ეს ძოლქმარი სახში ხედა და ეს გაიხედა და თქვა რომ აიო თურმე უსწავლიაო დარეცხვაო. ეს ქალი ამბობს ნახე ხა როგორი გაკრიალებული თეთრეული აქვსო და ამ კაცმა უთხრა არა მაგას კი არ უსწავლიაო მე გავწმინდეო ჩვენი მინაო და ჩვენი მინა იყო მოთხრილიო და იმიტომ გეჩვენებოდაო და რატო ამბობ იცით რომ ადამიანის სულიერი თვალით თუ არის დაბინძურებული სხვასაც ეგრე აღიქონს. სხვასაც ეგრე აღიქონს და თუ ადამიანის თვალი სუფთა, სულიერი თვალი, მაშინ სხვაშიც არ ამჩნევს იმ შეცდომებს. ისე რომ ჩვენ როდესაც სხვის ცოდვას დავინახავთ, დავფიქრდეთ, რომ ჩვენშიც ხო არ არის ეგ შეცდომა. მაგრამ ყველაფერი ვთქვით, ყველაფერი არა, ცოტა რამე ვთქვით, მაგრამ ყველაზე მთავარი არ გვითქვამს. ადამიანი ქრისტიანულად
იმისთვის კი არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ამ წუთის სოფელში იყოს კარგად. თითოეულ ადამიანს ელოდება მარადიული სიცოცხლე. მარადიული სიცოცხლე ელოდება. ადამიანი კი არ კვდება, არამედ ადამიანი გარდაიცვლება. აი ხა ჩვენ ხო ყავს არ არსებობს ოჯახი, რომ გარდაცვლილი არ იყოს, არა? ჩვენ ხო ლოცულობთ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ ხა მაგალითად პირუტყვი რო გარდაგვეცვლება, როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეს, მისთვის არ ლოცულობ. იმიტომ რომ იცი რომ მისი არსებობა დამთავრდა. მაგრამ ადამიანი რომ გარდაიცვლება, მისი არსებობა არ დამთავრდა. და ჩვენი ლოცვა ღვთის წინაშე რომ უფალო შენ მიუტევე შეცოდებები, შენ აცხოვნე მისი სული. ეგ ნიშნავს რომ ჩვენ გვჯერა შინაგანად რომ ის კი არ დამთავრდა, არამედ მისი არსებობა გრძელდება. მარადიულობაში გრძელდება. ოღონდ ეს მარადიულობა არის თავისთავად სასიხარულო კი არა, ესე რომ ვთქვათ. მარადიულად ჯოჯოხეთში ყოფნა სულაც არ არის სასიხარულო. აი მარადიულად სასუფეველში ყოფნა ეს ნამდვილად სასიხარულო. ადამიანი რასაც თვითონ მოიწადინებს, აირჩევს, ის ექნება საბოლოო ჯამში. ჩვენ რო ღვთის წინაშე წავდგებით. არ და ჩვენ თვითონს მოგვიწევს რო ღვთის წინაშე წავდგეთ. დღეს ჩვენი ცოდვები დაფარულია, არ ჩანს, მაგრამ იქ არ დაიფარება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სკოლაში მოიტანონ ისეთი ხელსაწყო, ისეთი აპარატი, რომ აი ხელს რო დავშოთ, თითზე რო შეგიერთებენ და ეკრანზე რო დაეწეროს შენი ცოდვები. და მთელი სკოლა რო ხედავდეს, რომ აი თურმე ამა ეს კარგი რო გვეგონა და ასეთი გვეგონა, თურმე ნახე რა ცოდვები ქონია. და ჩვენ რო ღვთის წინაშე წავდგებით, ღმერთს არ ჭირდება ეგეთი აპარატები. ერთმა ისედაც იცის ჩვენი ცოდვები და არც ერთი ცოდვა არ დაიფარება. გარდა იმ ცოდვისა, რასაც ადამიანი შეინანებს, ანუ აღსარებაში იტყვის. იმიტომ, როდესაც ნანობს ადამიანი, ღმერთი პატიობს. და ესეც თვითონ გამოგვიცხადა. ხო დაგღალეთ. მაგრამ რომ მოვედი მე მგონი უკვე დაღლილები იყავით, იმიტომ არ ლაპარაკობდით. არა. რა? სხვათა შორის ერთგან ვიყავი, აი კარატისტები იყვნენ, ბავშვები. და ზოგი იყო 4 წლის, 5 წლის და როგორი დისციპლინა ჰქონდათ იცით, აი სადღაც საათი თუ საათნახევარი ვისაუბრეთ და ესე ფეხი რომ მოირთხეს და ტატამზე რომ დასხდნენ, ესე დასხდნენ. ეხლა ხო ვეკითხები როგორ თქვა, მე არ მგონია თქვენ კარატისტები იყოთ, მაგრამ რო ველაპარაკებოდი, ხმას კი არავინ არ იღებდა. მათ ჰქონდათ მასწავლებლისგან, რომ ესე იგი თვითონ ვარჯიშებზე ესე იყო, რომ ხმას არავინ არ იღებდა და მე მასწავლებელი მიხვდა რა ის იყო საქმე და უთხრა რომ უპასუხეთ ხოლმეო. მე ამოიღეს ხმა. მანამდე ხმას არ იღებდნენ, წარმოიდგინე 4-5 წლის ბავშვები საათნახევარი აი ესე გაუნძრევლად რო ისხდნენ. ახლა მოთმინება ჰქონდათ. თქვენი პროექტი იყო როგორც მახსოვს მავნე ჩვევებზე, ხო? რაღაცა ესეთი. თქვენი აზრით რა არის? აბა ახლა თქვენ მითხარით, მავნე ჩვევა რა არის? და რატოა მავნე? რა შეიძლება იყოს მავნე ჩვევა? მიჯაჭვულობა რაზე? მოდიში? ტელეფონზე მიჯაჭვულობა. კიდე რა შეიძლება იყოს მავნე ჩვევა? ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე. აი თუ შეგიძლიათ თქვათ, დავუშვათ თუ გაგიგიათ რამე ესეთი ამბავი, აი რა ბედი ეწია, ნუ სახელს და გვარს მოიტყვით, აი რომელიმე ადამიანს, რომელიც იყო მიჯაჭვული ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე. როგორ თავდება ხოლმე მათი ცხოვრება? ანუ მავნე არის მაგის მიღება და არ არის კარგი. ნუ გარდაცვალებამდე რა ხდება ხოლმე? აი თქვენ შეგიძლიათ მითხრათ გარდაცვალებამდე. აი მისი სანამ გარდაიცვლება ამ წუთის სოფელში როგორ არის დავუშვათ?
აი რას გულისხმობს თუდად ხო? ორგანიზმი, ანუ დაავადდება, ხო? კიდე რა ხდება, იცით, აი ძალიან ხშირ შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები ვერ უძლებენ ასეთ ყოფას და ოჯახები ენგრევათ. წარმოიდგინეთ, აი გარდა იმისა, რომ თვითონ ფიზიკურად ძალიან ცუდად არის, მისი გარშემოყოფებიც ფაქტიურად მასთან ერთობას ვეღარ ინარჩუნებენ. ეხლა ეს კარგი კი არ არის ერთი მხრივ, მეუღლე მიატოვა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ვერ უძლებენ და ტოვებენ. გინდაც ალკოჰოლზე დამოკიდებული იყოს, გინდაც ნარკოტიკზე და არანაკლებია კიდე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. და არანაკლები კი არა, შეიძლება ითქვას უფრო მეტიც. ერთი პერიოდი მე თბილისიდან გორში დავდიოდი ხოლმე სტუდენტობის დროს რომ ჩამოვედით აქ დავრჩით მოკლედ სასულიერო პირი რო გავხდი აქედან დავდიოდი ხოლმე გორში და მოკლედ ესე გზაზე რო ვიდექი ხან ვინ გამიჩერებდა წავმიყვანდა ხან აქედან ხან იქიდან და ერთხელ დავემგზავრე ერთ-ერთ ახალგაზრდა კაცს რომელიც ძალიან იყო ერთი პერიოდი ჩათრეული ამ აზარტულ თამაშებში იყო ჩაფლული მოკლედ და ესეთ რაღაცას მიყვება რომ ესე იგი რა ერთ-ერთი ვნება რაც მას ჰქონდა რატომაც ვერ ანებებდა თამაშს დაუშვათ აი თან დაუჯახებული იყო თუ არა ვწდები ორი შვილი ყავდა დაუშვათ რაღაცა თანხა წააგო ეხლა ეს როგორ აღიქვამს ნახე ეშმაკი როგორ დახელოვნებულია და როგორ მოაჩვენებს რომ კიდევ გააგრძელოს თამაში კი არ იტყვის რომ მოდი რაც წავაგე რაც მოვაკელი ჩემ შვილებს მოდი ამ ზარალზე გადაიარო სამ ყველაფერმა და მოდი ეხლა მაინც დავანებებ თავს აჰა ხო დავინახე რომ წავაგე და ნახე როგორ მისი გონება როგორ მუშაობს ის ფიქრობს რომ მე ეხლა წავაგე ჩემი ოჯახის ჩემი შვილების თანხა რა ითიც უნდა ჩამეწმი ამისთვის გამომეკვება და როგორ ვაპატიო ეხლა იმას იმ კაზინოს რომ მე ეს მომიგო და ცდილობს რომ ასე რო თქვა ბჭყალებში შური იძიოს და უფრო მეტი მოუგოს ისიც ამოიღოს რაც დაკარგა და კიდე უფრო მეტიც მოუგოს და საბოლოო ჯამში რა ხდება კიდე უფრო მეტს აგებს სიტყვაზე 100 ლარი წააგო ახლა კიდე მივიდა ახლა 300 წააგო ახლა უკვე 400-ის გამოაქვს დარდი გესმით რომ ჩემ ოჯახს ას მოაკლდა იმათ მომიგეს და როგორ მომიგეს და ამას ვერ ითმეს მე კიდე უფრო მეტი მე კიდე ვერ შორდება იმას იმიტომ რომ კი არ თulis რომ ეს უკვე მისია და ჩემი აღარ ეს თulis რომ ის ჩემია ისე და უნდა დაიბრუნოს ის და ამ მიზნებში რომ თითქოს ის უნდა დაიბრუნოს შე შემთხვევაში ადამიანი თელ სახსაც აგებს და სახლის გარეშე რჩება მისი ოჯახი და არის სამწუხარო შემთხვევები რომ საკუთარ თავსაც კი კარგავს და მე წარმოიდგინეთ აი შემთხვევა როდესაც უკვე ადამიანმა იმდენი რამე წააგო რომ ფაქტიურად ჰაერში რჩება აღარაფერი აღარ აქვს მე ადამიანი ზოგ შემთხვევაში ვეღარ უძლებს და თავს იკლავს ასეთ სამწუხარო შემთხვევებიც არის და გასათვალისწინებელია კიდე რა რომ როდის დასნეულდები აი ამ ვნებით კაცმა არ იცის ახლა შენ შეიძლება შეატყო რომ აი შენი მეზობელი რომელიღაცა 5 წელი თამაშობდა კაზინოში და მე იოლად გაანება თავი და წამოვიდა ისე რომ აი რასაც ჩვენი მეგობარი ამბობს მიჯაჭულობა არ გაუჩნდა და დაანება ვიღაცას შეხედე რომ აი 3 წელიწადში გაუჩნდა მიჯაჭულობა ახლა შენ ფიქრობ რომ მოდი მე 1 წელი ვითამაშებ რა ის 5 წელი თამაშობდა და არ მიიჯაჭვა ეს 3 წელი და მერე მოხდა ეს მოდი მე 1 წელი ვითამაშებ და გავანებებ მაგრამ ადამიანები ხო ჩვენ განსხვავდებით ერთმანეთისგან შენ შეიძლება ერთი დღე ითამაშო და უკვე მიჯაჭულობა გაგიჩნდეს ამას ვერ განსაზღვრო შეიძლება 10 წელი და არ გაგიჩნდეს მაგრამ რა გარანტია გაქვს მე იგივე ალკოჰოლზე იგივე ნარკოტიკზე ვიღაც ერთხელ გასინჯავს და მორჩა იქ არის ჩათრეული და ვეღარ ანებებს ვიღაცამ შეიძლება 10 ჯერ გასინჯოს ის სასმელი თუ რაღაც და არ გაუჩნდეს ეს მიდრეკილება
მაგრამ რომელიც ჩვენთაგანს აქვს ეს გარანტია, რომ დაიწყებს რაღაცას და იოლად გამოვა მშრალად ამ საქმიდან. არც ერთს არ აქვს გარანტია. ამიტომ გამოსავალიც რა არის, საერთოდ არ გაეკარა. არ გაეკარა. ეხლა ქართველი კაცი სასმელს როგორ არ დალევს, ზომიერად ყველაფერი უნდა კიდევაც უნდა ეხლა სტუმარი რომ მოგივა სახში. ხო, ყავას უარ შესთავაზებ, არა? ეხლა ჩვენ კი თბილისში ვართ და სხვადასხვა ერთი ჩემი თანასოფლელი ამბობდა. ვიღაც გარდაეცვალა თუ ქორწილი იყო არ მახსოვს და მოპატიჟეთ გამოგზავნეს. მე ხა უნდათ მახსოვს ეს ისტორია, მაგრამ მაინც მოგიყვება. მივიდა ერთ ოჯახში, მაშინ როგორც ჩანს არ იყო ეს ტელეფონები, თუ რა თუნდოდა ეხლა ესე შემოვლა ქალაქისა, ხო და ზოგი ქალაქში ცხოვრობდა და გაგზავნეს მოპატიჟეთ და ერთმა უთხრა რომ მოგზავნითო, ყავას შემოგთავაზებთო. მეორემაც იგივე უთხრა, მესამემაც და ეს კაცი არის მშიერი. ხო და მე ერთგან რომ ისვლა უთხრა, თევზები გიყვართო და ამან ამოისუნთქა, აჰა როგორც იქნა მეშველავ და კიო მორიდებით თუ თქვენს და კარგიო მაშინო სანამ ყავას აგიდუღებთ აკვარიუმთან დავბრძანდით რა. რატო ვამბობ ეხლა ამას? ეხლა ესე რომ მოვა ადამიანი კი ჩაი შესთავაზებ, ყავას შესთავაზებ, მაგრამ აი შვილები გყავს, შვილის დაბადების დღე გაქვს, მოვიდა სტუმარი და როგორ არ უნდა დალოცო? არ უნდა დალოცო, ზომიერად ყველაფერი მისაღები. ეს უნდა გააკეთო. მაგრამ აი სადაც უკვე უზომოდ ხდება, უკვე არ ვარქ. მაგრამ ნარკოტიკს რაც შეეხება, იქ ყველაფერი არის უზომო, თუნდაც ცოტა. არის უზომო, იქ ის არ შეიძლება. ის ქართველი კაცისთვის არ არის მიზანშეწოვა, არა მარტო ქართველი კაცისთვის, ადამიანისთვის ეს არ არის. ეს სასმელი ღვინო, ეს ღვთისგან არის. წმინდა წერილშიც კი წერია ასეთ სიტყვები. ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. მაგრამ სხვაგან წერია, იგივე წმინდა წერილში. წმინდა წერილი ქვია ბიბლიას ძველი და ახალი აღთქმა. იგივე წმინდა წერილში წერია, რომ ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლით არ სიბილწევ. ესე იგი, თუ ღვინით დაითვრებით, ეს უკვე სიბილწეა და სიბილწისკენ მიგაქანებს. ანუ ორი რაღაცა, ერთი და იგივე წმინდა წერილში წერია, ერთია რომ დალიო და ეს შენს გულს ახარებსო, მეორეა რომ ნუ დაითვრებიო. ესე იგი რას გეუბნება? დალიე, მაგრამ ზომიერად დალიე. იმდენი რამდენიც შენს გულს გაახარებს და იმდენი რამდენიც შენს გულსაც დაამწუხრებს და შენს გარშემოს ხებსაც, უკვე აღარ არის, არ შეეფერება ადამიანს. კიდევ რა არის მავნეჩვევა თქვენი ასეთ? მავნეჩვევა. რა შეიძლება იყოს? დაახლოებით რა დროს ატარებ ტელეფონებთან? ტელეფონებით ხელში. დაახლოებით 15 წუთი? აი მაგალითად 2 საათი? ნახევარი საათი? აი მაგალითად ტელეფონს ხო აქვს ეს ფუნქცია, რომ დღის ბოლოს ნახო ამ დღეს რამდენი რა დრო გაატარეთ. აქვს ეს ფუნქცია. ეხლა გაქვთ ტელეფონები? არა? გაქვთ. შეგიძლიათ ნახოთ გუშინ რა დრო გაატარეთ. უბრალოდ ისევ ცადოთ, მაინტერესებს. თუ გინდათ მოაკელით ცოტა, მაგრამ მაინც რაღაცა თქვით. 10 საათი? ექვსი? 2? 2 საათ ნახევარი? 6 საათი? აბა ნახოთ რა გამო. კი. ნუ ახლა თუ მძინარეებით ახერხებთ ყოჩახთ. საათი და 2. 6 საათი. 13 საათი მაგ 13 საათი. 13 საათი.
1 საათი? თქვენ გადარჩენილი ყოფ. 10 საათი. კიდე. მოდი ახლა ესე გავაკეთოთ. პატარა გამოთვლა ვაწარმოოთ. აი მაგალითად გავიდა 100 დღე გავიდა. ნუ ერთი თვე გავიდა, არ გვინა 100 დღე. დაუშვათ აი ერთი თვე რომ გავიდა. ნუ ახლა თქვენ ზოგმა ხო თქვა 6 საათი გვაქვს ტელეფონი, ზოგმა რეკორდი მოხსნა 11 საათი არა? 16 საათი. მოდი საშუალოდ თქვათ 3 საათი. 3 საათი. ნუ ამ გადარჩენილებზე არ ვამბობ საათი და 30 წუთი. მაგრამ 3 საათი ვთქვათ. მთელი თვის განმავლობა და შედეგი რა აქვს მაგას? აი დავუშვათ დღის ბოლოს შედეგი რა აქვს ხოლმე რომ 3 საათი გვეჭირა ტელეფონი. ხო შეიძლება რაღაცა კარგი შედეგებიც გქონდეს. რატო ვამბობ? შეიძლება რაღაცა ინფორმაცია მოიძიე, რაღაცა გააკეთე პრეზენტაციისთვის ჭირდებოდა თუ რაღაც საკონფერენციო თემა იქიდან მოიძიეს. შეიძლება ვიღაცა სულაც ტელეფონში წიგნს კითხულობს. მაგიტო ვამბობ და შედეგად რა შეიძლება მივიჩნიო დღის ბოლოს, რა დაგვიტოვა იმან. გაჩნია როგორ მოვიხმართ. მაგას ვამბობ, აი როგორი და როგორი მოხმარებები არსებობს ჩვენ შორის. მაგას ვამბობ, აი შედეგად რა შეიძლება ვიღაცას კარგი შედეგი ქონდეს, ვიღაცას ცუდი, ვიღაცას არაფერი უბრალოდ. თქვენ ტელეფონში არაფერი სასარგებლო არ გავაკეთებთ ჩვენთვის კარგი, არაფერი შედეგს არ გამოიღებს, უბრალოდ დარჩება. და ახლა წარმოიდგინეთ, აი თუ მთელი თვე გავიდა 30 ჯერ 3 საათი. წარმოიდგინეთ 30 ჯერ 3 საათი. 90 საათი ხო არის ახლა შეხედეთ. 90 საათი. რამდენი დღე გამოდის? ნუ ხა ღამეებს არ ვთვლი, იმიტომ რომ ღამე უნდა ეძინოს წესით ადამიანს, არა? რამდენი დღე გამოდის დაახლოებით? 10 დღე? 4 დღე. არა, დღე-ღამეს არ ვთვლი, 24-ზე, ნუ აი მოდი ესე გავ 8-ზე გავყოთ. 8-ზე რატო იცი? ანუ სამუშაო დრო ხო საშუალოდ 8 საათი ითვლება. 10 დღე ხო გამოდის, 11 დღე ხო გამოდის, 11 დღე. ეხლა რატო ვამბობ? თვის განმავლობაში. აი მაგალითად რაღაცა საქმეში რომ ჩაგედოთ ეს, აი მთელი 11 დღე რომ გადაგედოთ რაღაცა ერთი კონკრეტული საქმისთვის. თვის ბოლოს რაღაცა შედეგი ხო იქნებოდა. აი რაღაცა აგეშენებინა სიტყვაზე ვამბობ. რაღაცა თუ სპორტსმენი ხარ, ვარჯიშისთვის დაგეთმო ეს დრო. თუ ხელოვანი ხარ, შენი საქმის წინსვლისთვის დაგეთმო ეს დრო. რამდენად დიდი შედეგი გექნებოდა. და საბოლოო ჯამში იცი რა გამოდის? ეს ტყუილად გატარებული დრო ჩვენ გვაკლდება. დრო ჩვენი რეალიზება მოხდეს, ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა შევქმნათ, რაც მერე ჩვენ გამოგვადგება. ეს ჩვენი დრო იკარგება. ეს სხვისი დრო კი არის, ეს ჩვენი დრო. ახლა თუნდაც წიგნის საკითხის მხრივ რო შევხედოთ, იმ 3 საათში რამდენი რამე შეიძლებოდა საინტერესო წაგეკითხა, რამდენი გამოცდილება გაგეზიარებინა, რამდენ ადამიანთან ესე ცოცხალი ურთიერთობა შეიძლებოდა გქონოდა. ეს თქვენი დრო იკარგება. აი სპორტსმენები ხართ აქედან ვინმე? აი სპორტსმენებისა მით უმეტეს არ მესმის დიდი ხანი რომ ტელეფონში ატარებენ დროს. იმიტომ რომ შენ როდესაც ტელეფონში ატარებ დროს, შენი პოტენციური მოწინააღმდეგე ვარჯიშობს შეიძლება. ნუ შეიძლება ის ტელეფონში ატარებს უფრო მეტ დროს, მაგრამ წარმოიდგენ რომ ის მაგ დროს ვარჯიშობს. როდესაც საასპარეზოდ გახვალთ, ვის აქვს უფრო მეტი შანსი? მოწინააღმდეგეს. ნამდვილად, აი
მაიკლ ტაისონი ხო გაგონიათ. ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა და ორი რამე და მინდა რომ თქვენ ნამდვილად მოვიტანო. ის ამბობდა რომ მე ღამის 4 საათზე ვდგებოდი. დილის 4 საათი ქვია, დილის 4 საათი და ვარჯიშს ვიწყებდი. რადგან ვიცოდი რომ ამ დროს ჩემს მოწინააღმდეგეს ეძინავ. ხო არის რომ წინასწარ იციან ვისთან უნდა მოხდეს მოკრივეები, ხო? წინასწარ ხო იგეგმება ხოლმე. თუ გავიგებდი რომ ის 4 საათზე ადგა, მე 2 საათზე ვდგებოდი. თუ გავიგებდი რომ ის 2-ზე ადგა, მე არ ვიძინებდი. იმიტომ რომ მასზე მეტი ნავარჯიშები ქონოდა. რომ მე შედეგებიც იმიტომ ქონდა, როგორი შედეგები ქონდა, წარმოიდგინე და ასეთ რამეს ამბობს. რა არისო დისციპლინა, ანუ დისციპლინის გარეშე შეუძლებელია რამეს მიაღწიო. და ასე ახასიათებს დისციპლინა არისო. აკეთო ის, რაც ყველაზე მეტად გეზარება, ოღონ აკეთო ისე, თითქოს ყველაზე მეტად გიყვარს. ახლა უბრალოდ დააკვირდით, აი რაღაცა გეზარება. აი დავუშვათ სირბილი გეზარება, მაგრამ ირბინო ისე თითქოს ამაზე მეტად არაფერი არ გიყვარს. ისე მონდომებით აკეთე. დილით ადგომა გეზარება. ისე წამოხდე დილით გეგმება ამაზე მეტად არაფერი გაბედნიერებს. და თუ ეგრე აკეთებ, აი გარანტია გაქვს რომ შენ რაღაცას მიაღწევ. და თუ ეგრე არ აკეთებ, უბრალოდ მაშინ აკეთებ, როცა მოგეხასიათება, არაფერი არ გამოვა. მაშინ ტყუილა ისჯები. ტყუილა ისჯები. რა სპორტიც არ უნდა იყოს, ხელოვნების რა დარგიც თუ მეცნიერებისა, თუ შენს თავს არ აიძულებ, რომ ისაკეთო, რაც გეძნელება და ისე აკეთო, როგორც ამბობს, ხალისით, მაშინ ძნელია რამეს მიაღწიო. არდა თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ბევრ რამეს უნდა მიაღწიოთ. აი ჩვენ გვყავდა ლექტორი მამა მაქსიმე ჭანტურია სასულიერო აკადემიაში რო სწავლობდი და ასეთ რამეს გვეუბნებოდა ხოლმე. დაიწყეთო რაღაცის კეთება, რაც გიყვარს ბუნებრივია, რაც გიყვარს ის უნდა აკეთო, რომ შემოქმედებითად მიუდგე. თუ არ გიყვარს შენი საქმე და გტანჯავს, ვერ განვითარდები და ვერ აი შემოქმედებითად ვერ მიუდგები და აკეთეთ დაიწყეთ და 5 წელიწადშიო ნახავ რომ შენაირად არავის ეწოდინება. აი წამოიწყეთ რაღაცა საქმე. თქვენ უკვე ხა მე-9 კლასელები ისეთ ასაკში ხართ, თუ ჩვენ ყავს მეგობრები ბიჭები არიან. მე-9 კლასელები იყვნენ, რომ აი პაპამ წაიყვანა ხელობა ასწავლა. აი რო ხედავთ ლამაზად შეღებილს თუ გალესილს, ხელობა ასწავლა. დღეს ისინი ძალიან წარმატებული ხელოსნები არიან. ისე რომ თვეებით ადრე ელოდებიან ესენი როდის მორჩებიან თავის საქმეს, რომ მე სახში მიიყვანა. თვეებით ადრე იციან რომ იქ საქმე არ გამოილევა. ძალიან კარგი ხელიც აქვს. ძალიან კარგადაც შრომობენ. ვიღაც შეიძლება ესე იგი არ განვითარდა ამ ხრივ და ქვია რომ რაღაცა სამსახური აქვს და მუშაობს. და შეიძლება იმას რომ კარგი სამსახური აქვს, მოდი მატერიალურად ვთქვათ. რაც იმან ერთ თვეში უნდა აიღოს, შეიძლება ამან 10 დღეში აიღოს. გესმით? რატო? იმიტომ რომ იშრომა, შეისწავლა რაღაცა საქმე და სოლომონ ბრძენი როგორ ამბობს, იცით? თავისი საქმის ოსტატი არ დადგება ბრიყვთა წინაშე, არამედ დადგება მეფის წინაშე. ეხლა ეგ რას ნიშნავს, ნახეთ? დაუშვათ, ამ გოგონამ იცის ჭადის გამოცხობა. კარგი ჭადის, კარგად აცხობს, აი ხელგემრიელიაო რო იტყვიან. ეხლა ეგეც თავისებური ნიჭია. ადამიანისგან კი არა, შეიძლება ამან რო გამოაცხო, ისე მეც გამოაცხო, მე არ გამომივიდეს. იმას რაღაცა სხვა იგივე ინგრედიენტები, ყველაფერი, მაგრამ აი მას გამოვა. და ეხლა წარმოედგინეთ, მეფეს ვისი გამომცხარი ჭადი უნდა, ვინც ვერ აცხობს თუ ვინც კარგად აცხობს. ხო გაიგებენ რომ ვინ არის კარგი და რა ქვია? აი ბარბარეს გამოიძახებს მეფე, რომ ალბათ თქვენი გამომცხარი ჭადი ვიღაცამ ხაჭაპური იცის კარგად. ხო იცი ხაჭაპური? ხო იცი რომელიც არის ხაჭაპური? ვიღაცამ შეიძლება ფეხსაცმლის შემოკერება იცის. გესმით? არც ერთი საქმე არ არის სათაკილო. რასაც შეიყვარებ და რაშიც იქნები წარმატებული.
მოუსვენარი კარგია. მოუსვენრობა კარგია. გააჩნია მოუსვენრობას. რო ვერ ისვენებ. აი მაგალითად პულტიანი მანქანები ხო პატარაობაში ხო ყოლია პულტიანი. ელემენტი რო ჯდებოდა, მე ხო ვეღარ დადიოდა ხოლმე კარგად და დატენილი ელემენტი რო ის ყოჩაღად დარბოდა. აი გარი მოუსვენარი ბავშვი. ესე იგი დიდი ენერგიაა ბავშვიდან. თუ სწორად მიმართა თვითონაც ეს ენერგია თუ სწორად მიმართა რა დიდ შედეგებამდე მივა. მაგრამ თუ ტყუილა აქეთ-იქით სარბენად გამოიყენა და ტყუილა დახარჯა ის ელემენტები, მაშინ კარგი შედეგები შეიძლება მოყვეს მაგას. მოუსვენრობას. კარგი ელემენტები რომ აქვს დაუხდიდი თავსო. სწორად გამოიყენებო. სწორად გამოიყენეთ ის კარგი ელემენტები. ერთი კარგი ჩვევა, ეხლა ჩვენ ხო მავნე ჩვევებზე ვამბობთ. ეხლა მოდი კარგ ჩვევებზეც ვთქვათ. ხო არ დაგღალეთ, რამდენი ხანია რაც საათი და 10 წუთია რაც ამ ბავშვებს ვღლით. აბა მოდი კარგ ჩვევებზეც ვთქვათ, რა შეიძლება მივიჩნიოთ კარგ ჩვევად. კეთილგანწყობა ხობის მიმართ პატივისცემა. ძალიან კარგია, კეთილგანწყობა ძალიან მნიშვნელოვანი. კიდე? ყურადღებიანობა. ბოდიშის მოხდა სხვათა შორის დღეს ადამიანებს ძალიან განსაკუთრებით ძალიან უჭირთ რა. ეს ბოდიშის მოხდა. ხო, სწონი. არადა რო დააკვირდე. ბოდიშის მოხდა არის ღირსეული კაცის საქციელი. ღირსეული კაცი სუსტი ადამიანი ვერ იტყვის მაპატიოდ. აი ძლიერი იტყვის. იმიტომ რომ ძლიერს არ ეშინია რომ დამნაშავედ ჩათვალო. სუსტს ეშინია. არადა დაუშვათ თავი აი რომელი უფრო სამარცხვინოდ წარმოჩდება საბოლოო ჯამში. ის ვინც თავს იმართლებს თუ ის ვინც ამბობს რომ მე დავაშავე. მოდი ორი ვარიანტი განვიხილოთ. დაუშვათ ადამიანი არის მართლაც დამნაშავე. და თავს იმართლებს. მეორე ადამიანი ამბობს მე დავაშავე. საბოლოო ჯამში გაირკვა რომ ეს დამნაშავეა. და თავს რო იმართლებდა, ხო სამარცხვინოდ წარმოჩნდება. და ვინც ამბობდა დავაშავე, ის რატო წარმოჩნდება სამარცხვინოდ? ამაზე ხო ვერავინ ეტყვის რომ მოიტყვა. კი, დააშავა, მაგრამ აღიარა, მე ვიყავ. მაგრამ მოდი მეორე მხარეც ვთქვათ. ადამიანი არის მართალი, არ დაუშავებია. და თავს იმართლებს. და გამოჩნდა რომ მართლაც მართალი ყოფილა. და ხალხი იტყვის რომ აჰა კაცი თავს იმართლებდა, მაგრამ მართალია. მაგრამ მოდი მეორე უფრო ღირსეული ვარიანტი ვნახოთ. თავს არ იმართლა, დაადანაშაულეს. აი კლასში რაღაცა დაგაბრალეს, წიგნი გადმოაგდო, დაიხა. სანდრო ხო? დააბრალეს სანდროს. სანდრო ამბობს რომ ბოდიშს ვიხდი იმის გამო რაც მოხდა. მაგრამ გაირკვა მეორე მესამე დღეს რომ თურმე სანდროს არ გადმოუგდია. სანდრო ჩვენს თვალში ხო ამაღლდება უფრო. გესმით? და არ დარჩება არაფერი რომ არ გამოაშკარავდეს, ყველაფერი გამოირკვევა. თუმცა თუ დაუშვათ გეკითხებიან რომ შენ გააკეთე თუ არ გააკეთე, მაშინ უნდა თქვა სიმართლე, მე არ გამიკეთებია. მაგრამ თუ კიდე ესე იგი ჯიბრით და იმით განზრახ ეუბნებიან რომ შენ გააკეთე გაბრალებენ, მაშინ დაანებე თავი, მაშინ მოიხადე ბოდიში და დრო გამოაჩენს. ღმერთი არ დატოვებს, ესე გამოჩნდება. მაგრამ მეორე რამეც არის აქ. ზოგჯერ ჩვენ მასწავლებელი გვეუბნება რომ მაშინ მითხარი ვინ გააკეთა. და შენ არ ხარ მოვალე უთხრა ვინ გააკეთა. გესმით? არც იმის მოვალე, არც იმის ის გაქვს რომ ტყუილი უთხრა რომ არ ვიცი. შეიძლება იცი. მაგრამ არც იმის უფლება გვაქვს რომ მასწავლებელს უპატივცემულოდ მივმართოთ. ამიტომ რა ჯობია იცი გააკეთო? უნდა უთხრა მასწავლებელო. მე შეიძლება ვიცი ვინც გააკეთა, მაგრამ მე არ შემიძლია იმის თქმა ვინ გააკეთა. თვითონ ადგეს და თქვას ვინც გააკეთა.
გამარჯობია. მე რატო უნდა ვთქვა? თვითონ ადგეს, ხო აქვს ვაჟკაცობა ადგეს და თქვას ვინც გააკეთა. მე რატო უნდა ვთქვა? შენ მაგის მოვალი არ ხარ, თქვა. კიდე რა არის კარგი ჩვევა? სიყვარული რო ჩვენ ჩვევაში გქონდეს, ეგ არის მწვერვალი. სიყვარული ეგრე ადვილი არ არის. რა არის სიყვარული? მოდი აი ჩვენ გვინდა რომ სიყვარული გქონდეს ჩვევად და რა არის სიყვარული? როგორ დაახასიათებდით სიყვარულს? ძლიერი გრძნობა ვინმე სამრაიმის მიმართ ეკონტროლება. სიყვარული ბევრი. მაინც რომელიც მართლა დავიწყდა. და ყველას მიანიჭა თუ? და რატო არის რომ არ გვიყვარს? მართალია რომ ყველას მაგრამ ყველას არ შეუძლია. გამოხატოს? აი მაგალითად ჩვენ რო ვინმეს დავცინით. მე მაგალითად ვინმეს დავცინი. არდო ჩემში არის სიყვარული, როგორც თქვენ ამბობთ. და მაშინ რატო დავცინი? თავში გახსოვთ რა ვთქვი, ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ადამიანის ღვთისადმი მსგავსებას ძალიან დიდი ამპლიტუდა აქვს. ადამიანი შეიძლება ანგელოზსაც დაემსგავსოს თავისი ცხოვრების წესით. და შეიძლება პირუტყვსაც დაემსგავსოს. და შეიძლება ეშმაკსაც დაემსგავსოს. ეს ისეთი რამეა, ცვალებადია. და წმინდა მამა გაბრიელი, აი ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი გაბრიელი აღსარებელი და სალოსი, ასეთ რამეს ამბობს. სიყვარული ისწავლებაო და ჩვენ ის უნდა ვისწავლოთ. ანუ თავისთავად რომ იბადება ადამიანი. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ აი ვიღაცას აი როგორც ჩვენმა მეგობარმა თქვა, ვიღაცას ვერ ვიტყვით რომ ეს სიყვარულით დაიბადა და ის უსიყვარულოდ. ყველა სიყვარულის შესაძლებლობა აქვს. მაგრამ ეგ შენ უნდა ისწავლო. და რითი უნდა ისწავლო, იცი? შენ უნდა შენს თავს ბევრი რაღაცა დააძალო. ზოგჯერ არ გინდა რაღაც გააკეთო, მაგრამ ის უნდა გააკეთო. აი მაგალითად ერთ-ერთი წმინდა მამა ამბროსი ოპტინელი ამბობს, თუ გინდა რომ სიყვარული მოიხვეჭო, ანუ ისწავლო, უნდა აკეთო სიყვარულის საქმეები თავიდან თუნდაც სიყვარულის გარეშე. ეხლა ეგ რას ნიშნავს? თქვენ რა ქვიათ? დაუშვათ გაბრიელს უნდა სადღაც გაყოლა. და მარტო არ უნდა რომ წავიდეს. სანდრო ძალიან დაღლილია. დაუშვათ სანდროს არ უყვარს გაბრიელი. მე არ ვიცი შეიძლება ხა თქვენ მეგობრებიც, მაგრამ დაუშვათ სანდროს არ უყვარს გაბრიელი. მაგრამ სანდროს უნდა რომ უყვარდეს, მეგობრობდეს. მაგრამ იმ მომენტში ესე არ უყვარს. სანდრო თუ ერთხელ ადგება და გაყვება, არ უყვარს, მაგრამ იმის გამო რომ უნდა რომ უყვარდეს და გაყვება. ორჯერ გაყვება, სამჯერ გაყვება. ღმერთი ხო ხედავს რომ სანდროს კი არ უყვარს, მაგრამ ხო ცდილობს რომ უყვარდეს. ანუ აკეთებს სიყვარულის საქმეებს თავიდან სიყვარულის გარეშე. და ღმერთი მოგცემს ისეთ გულს, რომელიც უკვე სიყვარულით გაგაკეთებინებს. ანუ ღმერთი აძლევს ადამიანს აი ამ ნიჭს. ოღონდ ჩვენი მხრიდან ცდილობა უნდა ჩანდეს ხო მართალია. უნდა ჩანდეს რომ ჩვენ გვინდა. ისე არ მოგცემს. შენ არ გინდა რომ შენ არ ცდილობ და ისე ვიღაცას ესეთ თალახველმა დაურიგო, ეგრე არა. ვინც ცდილობს და ეწალება, ღმერთი არ დააკლებს და მიანიჭებს იმას. ვინც არ ცდილობს, არა. ზეო. კიდე ერთი ჩვევა არსებობს, რომ ყოველთვის ახსოვდეს ადამიანს ღმერთი. რატო შეიძლება იყოს ეს კარგი ჩვევა? რომ ღმერთი ახსოვდეს. ღმერთის ხსოვნა ადამიანს რას შემატებს? თქვენი აზრით. რას შემატებს? მოდი ესე ვთქვათ. დაუშვათ დედამ და მამამ გითხრეს რომ არავინ არ მოატყუო. არავინ არ მოატყუა, ბავშვობიდან ამას გასწავლეთ. თუ ადამიანს ყოველთვის ახსოვს, აი დედა და მამა თვალწინ უდგას და სადღაც შეეშინდა და ტყუილის თქმას აპირებს. მაგრამ ფიქრობს, ეხლა რომ დედა მიყურებდეს,
ხო როგორ დავამწუხრებდი რო ტყუილი მეთქვა. დედა ხო ეხლა ვერ მხედავს, მაგრამ იმიტომ რომ დედა ერთ ადგილზეა, მაგრამ ღმერთი ხო ყველგან არის. და დედა რომ იქ იყოს და რომ გიყურებდეს, ხო ვერ გაბედავდი რო ტყუილი კითხვა. და ესე როდესაც ადამიანს ყოველთვის ახსოვს რომ ღმერთი უყურებს, ცდილობს რომ უფრო მოწესრიგებულად იყოს. არავის არ მოექცეს ისე მას რომ არ გაეხარდება. და მეორე მხრივ თუ შენ იცი რომ ყოველთვის იქ არის დედა და მამა, უფრო იმედიანად ხარ. აი რაღაცა გასაჭირი გაქვს, უფრო იმედიანად ხარ. რომ იცი რომ ღმერთი ყოველთვის გიყურებს, შენს გვერდით არის, უფრო იმედიანად ხარ. მარტო არასოდეს არ გძნობ თავს. გახსოვთ მამა და შვილი რომ მატარებლით სოფელში დადიოდნენ, ეს ამბავი წაგიკითხიათ, ან სადმე მოგისმენთ. აი ღმერთის ხსოვნა. მოდი ორ ამბავს მოგიყვებით. ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. და მამა და მეუღლე და ცოლი და შვილები გამოიქცნენ გარეთ და გამოასწრეს სახლიდან როგორც სიტყვია და მაგრამ აღმოჩინეს რომ პატარა ბიჭუნა, პატარა წევრი ოჯახის მათთან ერთად არ არის, თურმე სახლში დარჩა. და გაიხედეს და მაღლა მეორე თუ მესამე სართულიდან ეს ბავშვი ცეცხლის ალშია გახვეული და ფანჯარასთან დგას და მოკლედ ცეცხლია და ის გარშემო ვერაფერს ვერ ხედავს და ეს მამა ხედავს ამ შვილს. და ეუბნება რომ შვილო გადმოხტიო და დაგიჭერო. და ეს ეუბნება შვილი რომ მამიო მე ვერ გხედავო შენო და მამა ეუბნება მე გხედავ და გადმოხტიო. და ამ შვილმაც მოიკრიბა ძალა და გადახტა ფანჯრიდან და მამის ხელებში აღმოჩნდა. რატო ამბობ? ჩვენ ვერ ხედავთ ეს ფიზიკური თვალებით, მაგრამ ის გხედავს. და როდესაც ჩვენ ეს გვახსოვს, რომ ის გხედავს, იმედიანად ხარ. ერთი ესეთი ამბავიც არის, რომ მამა და შვილი სოფელში დადიოდნენ, ქალაქიდან სოფელში ჩაყავდა პაპაბებოსთან, იქ დატოვებდა ზაფხულში, მერე მოყავდა და ეს როცა წამოიზარდა, უთხრა მამას, რომ მამიო, მოდი ახლა მარტო გამიშვე, მე ხო უკვე დიდი ბიჭი ვარო და მარტო წავარო. პატარა ხო აღარა ვარო, გამოყოლა მჭირდებოდესო და მამა არ თანხმდებოდა, მაგრამ ბოლოს უთხრა, კარგიო შვილო, მარტო წადიო, მაგრამ მაინც თუ რამე გაგიჭირდესო, აი რაღაცა კონვერტივით ფურცელი ჩაუდო ჯიბეში. აი ეს ამოიღეო და ნახეო რა არის. თუ გაგიჭირდეს. ეს შვილიც არხეინად ჩაჯდა მატარებელში, უკვე დიდი კაცია, ფიქრობს, რომ აი მე მარტო უნდა ვიმგზავრო მატარებლით და ეხლა იქ შეატყო, რომ ვიღაცებმა აღნიშნეს, რომ ეს ბავშვი ნახე მარტო მგზავრობსო. იქ ვიღაც ბიჭები დაინახა. ეხლა მეგობარიც რო გიზის გვერდით არა, 10 კაციც რო იყოს, არ გეშინე ვიღაცა გყავს გვერდით და მარტო არ ხარ. ეს მარტო როა და ვიღაცა ბიჭები დაინახა, რომ ამაზე რაღაცებს ჩურჩულებდნენ, ლაპარაკობდნენ, ცოტა დაიძაბა. მერე იქ კიდე რაღაც მოხდა ისეთი, რომ ცოტა რაღაცა შეაშინა ეს ბავშვი და უკვე აღარ არის ისე კომფორტულად ესე რო ვთქვათ, რა აღარ უხარია მარტო რომ გზავრობს და პირიქით რაღაცა საშიშროებას გძნობს. და გაახსენდა მამის ნათქვამი, რომ აი ჯიბეში რაღაცას გიდებ და რო გაგიჭირდება ამოიღე. და ამოიღა, გაშალა და წერია, რომ შვილო, მე ბოლო ვაგონში ვზივარო. ხო და იმედი ხომ მიეცემოდა. როგორ გაეხარდებოდა, არა და მანამდე ეგონა, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მაგრამ ხო შეეშინდა, ხო დაიძაბა. მაგრამ რო გაახსენდა, რომ გაიგო, რომ მამა იქ არის, გაეხარდა. ღმერთი არ გტოვებს. აი ესე დაგყვება უკან, მაგრამ თავარია, რომ ეს იცოდ. ამ ბავშვს რომ არ წოდნოდა, მამა სულაც რო გვერდით ყოლოდა. თუ ეგ არ იცი, გეშინია, მაგრამ თუ იცი, რომ ის იქ არის, უკვე აღარ გეშინია. თუ იცი, რომ ღმერთი ესე გიყურებს და გახსოვს ეს არა, იმედიანად ხარ. და გაბოდი საბოლოო ჯამში რა, თუ ღმერთი გახსოვს, შენ უფრო იმედიანადაც ხარ. და ამავე დროს უფრო თავშეკავებული ხარ, რომ რაღაცა ცოდვა არ ჩაიდინა. ანუ სიწმინდით ცხოვრობ და თან იმედიანად. და მაგაზე კარგიც რა არის. რა ვიყოთ ჩვენ? ხო არ გავათავისუფლოთ ეს ბავშვები?
რამის ხომ იმიტომ რომ მივიყოთ აი თქვენ გაკვეთილების ჯავრი გაქვთ დღეს აღარ გიტარდებათ მაინც ძალიან ბევრს საუბრობ მათ. ისაუბრე მაგრამ. თქვენ თუ გაქვთ სურვილი რამე თემაზე რომ ვისაუბროთ, მე ზოგადად როდესაც სადმე მივდივართ ხოლმე, ვეუბნები რომ ან თუ შეკითხვები აქვთ რაღაცა ამ ფურცელზე დაწერს ზოგს, ცხენია რომ ესე ადგეს და რაღაც შეკითხვა დასვას. შეიძლება ჩვენ არც პასუხი არ გქონდეს იმ შეკითხვაზე, ამაზე თავს ვერ დავდებთ ახლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ თუ გაქვთ რაიმე საკითხი, რაზეც საუბარი. აი რას გულ თავდაჯერებულობა რომ არა გაქვს. და რას იწევს ეგ რა არის თქვენი აზრით? რატომ შეიძლება ადამიანს ქონდეს თავდაჯერებულობა და რატომ შეიძლება არ ქონდეს? ისე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს რომ თავდაჯერებულობა ქონდეს. თავდაჯერებულობა. აი თავდაჯერებულობა ქონდეს ნიშნავს ჩემი მე ასე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში. აი ორივე ფეხზე მყარად იდგა. და თავდაჯერებულობა არ ქონდეს, აი ცალფეხზე რო დგახარ და ანიქით გადავარდები ანა. მაგრამ ეს ხო ესე არ მოდის თავდაჯერებულობა. აი მაგალითისთვის ვიტყვი. მე ერთ მაგალითს მოვიყვანდა, მე თუ არასწორი მიმართულებით მივდივარ, მითხარით რომ შევს ხარამეზე გვინდა ალბათ. დაუშვათ აი რაღაცა მოხსენება უნდა წარმოადგინო, პრეზენტაცია წარმოადგინო. წინა დღეს თუ კარგად იმეცადინებ, ხო უფრო თავდაჯერებული გამოდიხარ. წინა დღეს თუ ისე იმეცადინებ, რომ იქ რო გახვალ, ან გემახსოვრება, ან არა, ან იტყვი ისე, ან ვერ იტყვი, მაგრამ წინა დღით თუ შენ კიდევაც ივარჯიშებ იმაში, რომ გახვიდე და წარმოთქვა ერთი-ორჯერ სახშიც გაიული ამას, ხო? თითქოს აუდიტორიის წინაშე დგეხარ და ამას ყვები. თავდაჯერებულობა უფრო მეტი გექნება, ხო მართალი? ანუ ჩვენი შრომაც საჭიროა იმისათვის, რომ თავდაჯერებული იყო. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ძალიან დიდი თავდაჯერებულობა ჭირდება სპორტსმენს, რომ გადის ტატამზე საჭიდაოდ. ნუ ვიღაცა გადის რომ თხილამურებით, ვიღაცა ფეხბურთს თამაშობს, თავდაჯერებულობა გჭირდება. თუ ეგ არა გაქვს, იქ ფსიქოლოგიური მომენტიც ირთვება მერე და უფრო სუსტი ხარ. შეიძლება ძლიერი იყო ფიზიკურად, მაგრამ ის გაკლდეს. და მერე უკვე აღარ აკეთებთ. ამიტომ თუ ადამიანი შრომობს, მე ესე ვფიქრობ, თავდაჯერებულობაც უფრო მეტი ექნება. მიუხედავად იმისა და კიდე მანდ რა არის ისეთ ალბათ რომ ვიღაც გჭირდება კიდე გვერდიდან მოგეხმაროს, აი მეგობარი იქნება, მშობელი იქნება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას რომ ვიღაცა შეგიძახებს და გეტყვის რომ ნუ გეშინია, გამოგივა. აი რო გეტყვიან არ გამოგივა, არ გამოგივა. ძალიან ცუდია თუ მშობელი ამას აკეთებს შვილის მიმართ, რომ ეუბნება რომ შენგან არაფერი არ გამოვა. შენ არაფერი არ გამოგივა. სხვათა შორის აი ჩემთვის მაგალითი მასწავლებლობისა კიდე აღმოჩნდა ერთი ფილმი. რონ კლარკის ისტორია. გაქვთ ნანახი? თუ არ გაქვთ ნანახი, აი დიდ სიამოვნებას მიიღებთ და ბევრ რაღაცას აღმოაჩენთ. ძალიან მე უბრალოდ დასაწყისს ვიტყვი. ეს რეალურ ამბავზეა. ეს რონ კლარკი დღესაც ცოცხალია, ამერიკაშია, თავისი სკოლა აქვს, ოცნების სკოლა თუ რაღაცა ესეთი ააშენა და ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილზე ცხოვრობდა, სკოლაში მუშაობდა, მაგრამ ისეთი კაცი იყო, ანთებული ახალგაზრდა კაცი იყო და უნდოდა რომ გადასულიყო თუ არ ვწდები ნიუ-იორკში, ბრუკლინში თუ სადღაც ესეთ ადგილში, სადაც ერთ-ერთ სკოლაში დაეწყო, ეძებდა მოკლედ, დადიოდა და ეძებდა და მიაგნა ერთ-ერთ სკოლას და აღმოჩნდა ერთი კლასი, აი რო იტყვიან ჯუნგლებივით იყვნენ რა. კვირაში რომ რამდენიმე მასწავლებელს იცვლიდნენ და
ფსონებს როდებდნენ, რომ აბა ეს მასწავლებელი ამ კვირას გაგვიძლებს თუ ვერ გაგვიძლებს, თუ ესეც გაიქცევა. და ეს რომ მივიდა, ამაზეც ესე ფსონებს დებდნენ. ესეთი კლასი ჩააბარეს. ის იყო წინადამრიგებელი გაქცეული იყო და ეს მივიდა და უთხრეს ესეთი კლასიო და კიო ჩავიბარებ. და როგორ იწყება კიდე ეს ფილმი? დერეფანში დგას ეს რონ კლარკი და ვიღაცას ხედავს ბავშვს ნაგვის ურნაში დგას. ნაგვის ურნაში დგას ბავშვი. და ესე კითხება, რატო დგახარ მანდ? და ბავშვი პასუხობს, მასწავლებელმა დამაყენა აქ, ჩამაყენა აქ, შენგან არაფერი. ნაგავში გადააგდეს ესე რო თქვათ რა. და მე იმიტომ რომ შენ ვერაფერს ვერ ისწავლი, ვერაფერს ვერ იმახსოვრებ, შენგან არაფერი არ გამოდა, ესე უნდა ხო გაიცნეს ერთმანეთი. მე ბატონი კლარკი ვარო. შენ რა ქვია იმ ბავშვმაც უთხრა. მე ცოტა რაღაცა საუბრობენ და ოიო, მე რა მქვიაო, ეს კაცი ეკითხება, თქვენ ბატონი კლარკი ხართ. აი ხო ხედავ როგორ არ შეგიძლიო, ნახე რა უცბად დაიმახსოვრე ჩემი სახელიო. შეაგულიანა, თავდაჯერებულობა შემატა. იმ ნაგვის ტურნიდან ამოიყვანა და აქეთ გადმოსა. და აი ეს შემთხვევით არ არის. ის რომ ნაგვის ტურნიდან ამოიყვანა და აქეთ გადმოსა, ეგ არის მთელი ფილმი. როგორ ამოიყვანა ის ბავშვები მართლაც ნაგვის ტურნიდან და როგორ გამოიყვანა საზოგადოებაში, როგორც ბრწყინვალე ახალგაზრდები. ესმით, აი ეს ფილმი მაგას ეფუძნება და მაგაზეა და მისი რეალური ცხოვრებაც ეგეთი იყო. რომ ჩავიდა იქ ბრუკლინში, კარდაკარ დადიოდა. აი ესეთი უბანი იყო, მოკლედ იქ არც ნარკოტიკი, არც კვლელობა, არაფერი არ იყო უცხო. ეს კარდაკარ დადიოდა ბავშვები რომ მოეყვანათ. მერე ვიღაცა მორჩია, რომ წიგნები დაწეროთ და მას აქვს გამოცემული 51 რჩევა რაღაცა ბავშვებისთვის თუ სკოლისთვის და ბევრი საინტერესო რაღაცა არის. შეგიძლიათ ეს ახლა ინტერნეტთან თქვენ მით უმეტეს 16 საათიდან 1 საათი რომ მაგას დაუთმო. თან ახლა თქვენმა თაობამ ინგლისური კარგად იცის, შეგიძლიათ ის წაიკითხოთ, ბევრი საინტერესო რამე ნახოთ და მე ამ ურჩიეს რომ წიგნები გამოუშვიო, გაყიდეო და სკოლის აშენებას შეძლებო და მართლაც ესე მოხდა. და ძალიან წარმატებული ვიდეოებიც არსებობს, შეგიძლიათ ჩაწეროთ რონ კლარკი. რონ კლარკი. ახლა ინგლისურად როგორ იწერება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როგორი ვარიაციითაც არ უნდა ჩაწეროთ, მაინც ამოაგდებს იმას და მიაგნებ და მერე მას გამოსაშვების აღამოები აქვს აი სცენაზე, კურსდამთავრებულებს როგორ ასუსურებ. მე არ ვიცი ახლა ის რამდენად მართლმადიდებლურად სწორად მიდის, მაგრამ როგორც მასწავლებელი და როგორც იდეა რომ აი ბავშვს რაზეც დავიწყეთ საუბარი, თავდაჯერებულობა შეძინო, ამ საქმეში ბრწყინვალე. ნახეთ ამ ფილმსაც უყურეთ. ბევრი ასეთი ფილმი არის, რომელიც მაგალითად არის კიდე გუნდის მომღერლები. გინახიათ ასეთი ფილმი. გუნდის მომღერლები, ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი. ესეც რეალურ ამბავზეა. კიდევ კარგად გაძლევა. ეს არის კარგი ელემენტები რო აქვს. ისე რომ თქვენ თუ ვინმე შეატყობთ რომ ცოტა თავდაჯერებულობა აკლია, აი თქვენს კლასში შეატყეთ ვიღაცას. შეაგულიანეთ. თქვენ იქნება იმისთვის ხართ მისი კლასელი, რომ თქვენ შეაგულიანოთ და ვინც ცხოვრებაში მისგან რა კაცი დადგეს, რა მანდილოსანი დადგეს და რამხელა რაღაც გააკეთოს. მით უმეტეს რომ დაოჯახდებით და შვილები გეყოლებათ, არასოდეს არ უთხრა რომ შენ უტვინო ხარ, შენგან არაფერი არ გამო. სულაც რომ მართლაც ამას ფიქრობდე, ნუ ეტყვი. პირიქით უთხრა რომ შენ გამოგიო და ნახავ რომ მართლა გამოუვა. აი ჩვენ სამწუხაროდ ხშირად გვეშლება და ერთმანეთს პირიქით ვაკნინებთ და ესე ვეუბნებით რაღაცას. ეს ძალიან სამწუხაროა. მე ჩემ თავში შემიმჩნევი და ეს არ არის სწორი. რა ვიღაცისთვის შეიძლება მithქვამს რომ შენ ეს რანაირად აკეთებ. არ გამოგივა მეთქი, ეგ არ ამგონია ვინმესთვის მეთქვას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოფილა ისეთი რაღაც, რაც არ უნდა მეთქვა და მithქვას.
კიდე რა ვთქვათ. ჩვენ შეგვიძლია ეს ბავშვები გორში დავპატიჟოთ. თქვენ თუ ამის სურვილი გაგიჩნდება. აი ეკატერინა მიცის. აუცილებლად. იცის ჩვენი მისამართი და ჩვენ გვაქვს ერთი პატარა სამრევლო სკოლა. რომელშიც თქვენი ტოლი ბავშვებიც, უფრო პატარებიც, დიდებიც მოდიან და ეწავლებით რაღაცებს. მე ერთად ბანაკში მივდივართ. ეს ბანაკი კიდე ძალიან აახლოებს ბავშვებს ერთმანეთთან. თუმცა იქ ტელეფონები არ აქვს ხოლმე ბავშვებს. არც ერთს არ აქვს ხოლმე ტელეფონი, განა იმიტომ რომ თვითონ ტოვებენ. ბანაკის წესი ასეთი არა, თუ ბანაკში გინდა ტელეფონი არ უნდა გქონდეს. იქ თავისი განრიგი აქვს. და იმ განრიგში არ გულისხმობ იმას, რომ ეს ბავშვები შებოჭილები და ისე კი არ არიან. სახალისოც ბევრია. გასართობიც არის, შემეცნებითიც არის, სპორტულიც არის. თავისი წესი აქვს მოკლედ და ბავშვები რაღაცებს სწავლობენ კიდეც, მეგობრდებიან კიდეც. აი მაგალითად არის ხოლმე რომ ბავშვები თვითონ ამზადებენ საკვებს და თვითონ შლიან სუფრას. და აღმოგვიჩენია რომ ზოგმა ბავშვმა იქ გათალა პირველად კარტოფილი. და თურმე შემწვარი კარტოფილი თავიდან როგორი ყოფილა სანამ შეწავენ. ეს ისე მე ცოტა გავამუქე, მაგრამ ზოგადად ვამუქ. რა განა ყველა მიცის როგორ მოდის კარტოფილი? იცით როგორ მოდის კარტოფილი? როგორ მოდის პური? ჩვენ სხვათაშორის საქართველო არის პურის, თაფლის და ღვინის სამშობლო. და ამას მარტო ქართველები კი არ ვამბობთ. აი მსოფლიო მასშტაბით არის ეს აღიარებული. კი. წარმოიდგინეთ, პურის ანუ ხორბლის და მრავალი ჯიშები არსებობდა, ხორბლის მრავალი ჯიში არსებობდა, თაფლის და ყურძნის სამშობლო. აი აქედან წამოვიდა ვამბობ. ეგ რამხელა რაღაცას ნიშნავს. და იმიტომ ვამბობ, რომ